ფინიკიური ფლოტი არის ხერხემალის სპარსული ფლოტის. სამი ქალაქი დანებდაგია გადავიდა მის მხარეს. საერთო დიდი შეტევის გადაწყვეტილება მიიღო და ყველა მხრიდან დაესხა ტიროს. აიწყო ქალაქი მოექცა ალყაში და აიწყო საშინელი ბრძოლა. წარმოუდგენელი თავგამწევა. ხო და შეიჭნენ რა ერთი სიტყვით აიღეს ქალაქი გიორგი რა. 8000 ტიროსელი დაიღუპა ბრძოლაში. იჟინა და რომ უკალეთ. ალექსანდრე. გამოათრიეს ეს. მე არ მინდა აზიის ნაწილი. მე მინდა მთლიანად აზია. როგორც არ არსებობს ცაში ორი მზე, ისე აზიაში არ იქნება ორი მეფე. მე მოვდივარ და დამხვდი და კიდევ არ გაიქცე ძვლის დარიოს წერს ალექსანდრეს საყვეთურს, რომ რატომ დაგვესხი თავს. დამიბრუნე ჩემი ოჯახი, შენ ხო მეფე ხარ და მეც მეფე ვარ. სწორი ვართ. ჩემი ოჯახი დააბრუნე. თუ ვინმე ისტორიაში უკან დახევა ცოდეს ალექსანდრე. პირველად ფილიპეს ძე ალექსანდრე დამარცხდა. დარიოს დრო მიეცა. მთელი მსოფლიო ახლა მაშინდელი საბერძნეთიც ისიც ყველა მიჩერებულია, ვერ იღებს ქალაქს. რაც ნაბუქოდონოსორმა ვერ მოახერხა, ხო, ეს გააკეთა. ალექსანდრე მაკედონელმა 7 თვეში. ალექსანდრე მიადგა იერუსალიმს. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. მოგესალმებით დროების YouTube არხის ერთგულო მაყურებლებო, მადლობა, რომ ჩვენთან ერთად მოგზაურობთ წარსულში, სწორედ ასე ქვია. გადაცემათა ციკლს, რომელსაც უძღვება ისტორიკოსი გუბა სანიკიძე, ჩვენ მივყვებით ცივილიზაციათა ჩამოყალიბების, განვითარების, კონფლიქტების ისტორიას. ახლა ვართ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების ეტაპზე, უაღრესად საინტერესო თავგადასავლებით სავსე მონაკვეთს გავდივართ კაცობრიობის ისტორიის. ალექსანდრე მაკედონელი ამ მხრივ მართლაც სრულიად განსაკუთრებული მოვლენა და ფიგურა იყო, მართლაც ისტორიის სოლისტი. ამ სიტყვის ლამის პირდაპირი გაგებით, სხვა შორის ისტორიის სოლისტებზე ჩვენ ცალკე ვაპირებთ გადაცემა და ციკლის მომზადება თქვენთვის, თუმცა სანამ მორიგ გადაცემაზე დავიწყებთ საუბარს და გუბაზი კვლავ გაგვიყოლებს ლაშქრობაში. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ დროების YouTube არხი, გამოიწერეთ, მოიწონეთ ჩვენი გადაცემები, გაუზიარეთ ახლობლებს, ნაცნობებს. ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მადლობა კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის. რაც შეეხება დღევანდელ თემას, ცხადი ამაზე გუბაზი უფრო დეტალურად ისაუბრებს, მაგრამ ჩვენ შევჩერდით ალექსანდრე მაკედონელის სპარსეთის იმპერიაში ლაშქრობის ერთ ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთზე, ისოსის ბრძოლაზე, სადაც მან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო კიდევ ერთ გარდამტეხი ბრძოლა, თუმცა ომი და ლაშქრობა თავისთავად გრძელდება, თუმცა ჩვენი წინა შეხვედრისა და ლექციის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფოკუსი იყო ეგრეთ წოდებული ახალი ზნეობის, ახალი ეთიკის შემოტანა, რაც სწორედ ალექსანდრე მაკედონელის სახელთან არის დაკავშირებით, აქ გავჩერდით და მივყვებით ალექსანდრე მაკედონელს, გუბას გისმენთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მადლობას გწირავთ ყველას ყურადღებისათვის და თანადგომისათვის და დიდი შესავალიც რო არ გამოგვივიდეს, გავაგრძელოთ ახლა ჩვენი
მოგზაურობა წარსულში და მიუყვებით ლამის ალექსანდრეს ლაშქრობის თანამონაწილენი ვართ და აი ვაგრძელებთ ახალ დანერგილ ნოვაციას, ეს არის ლაზერის სხივით. აი ჩვენ ვართ აქ მოხდა ისოსის ბრძოლა, გადამწყვეტი ბრძოლა, გახსოვთ პირველი ბრძოლა გენერალური იყო კრანიკოსის აქა და მერე იყო ისოსის ბრძოლა. ეს იყო სირია, ეს არის სირია, კილიკიის გზა გასაყარზე მოხდა ეს სახელოვანი ბრძოლა, სადაც ალექსანდრემ გენერალურ ბრძოლაში დაამარცხა უკვე არა მარტო სპარსეთის სატრაპები, არამედ თვითონ სპარსეთის დიდი მეფე დარიოს მესამე კოდომანი და გრანდიოზული შედეგი ჰქონდა. ისოსის ბრძოლის შედეგი იყო დადასტურება და დამტკიცება მცირე აზიული პროვინციებისა ალექსანდრეს მიერ შემოიმტკიცა საბოლოოდ სადაოც კი აღარ გახდა უკვე მცირე აზიული, ანუ ქვემო სატრაპიები, მცირე აზიული სატრაპიები მან დაიდასტურა ბრძოლის შემდეგ. ბრძოლის შედეგებზეც ნაწილობრივ ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო ახალ ნოვაციაზე, მოვლენაზე ძველი სამყაროს ისტორიაში. ეს არის ახალი ზნეობის, ახალი ეთიკის დანერგვა თვითონ ალექსანდრეს მიერ, რომელმაც თავის თანამედროვეებისთვისაც კი გასაკვირად განსაკუთრებული გულისხმიერება და ჰუმანურობა გამოავლინა თავისი მტრის დარიოსის ოჯახის მიმართ და ჩვენ წინა გადაცემაში ახსენეთ თუ როგორ შეივრდომა მან დარიოსის ოჯახი, კერძოდ დედამისი სიზიგამბისი, ცოლი სტატირა, უფლისწული ოხოსი, იგივე არტაქსერქსე, პატარა ბიჭი, რომელსაც მერე იშვილებს საერთოდ. და მისი ქალიშვილები, ასევე სტატირა და ბარსინა. ისოსის ბრძოლის მერე ახლა ჩვენ ნახეთ, რომ სპარსელები სასტიკად დამარცხდნენ, დიდ დანაკარგები ჰქონდათ იქა. და ჩვენ გვახსოვს, რომ იქ ბერძნული შენაერთი იყო სპარსეთის მეფის ჯარში, კერძოდ მოქირავნე ბერძნები, რომლებმაც ხოთაშორის ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს ამ ბრძოლაში ფალანგას და ერთი მომენტი საერთოდ შეაჩერეს ფალანგის წინსვლა და რომ არა დარიოსის გაქცევა, რომელიც ხდა ხმის გავარდნა ბრძოლის ველზე, რომ მეფე გაიქცა, არავინ არ იცის ისოსის ბრძოლა როგორ დამთავრდებოდა. მაგრამ რაც მოხდა რა. აი რა ბედი ეწია, თომას ცალკე მაინც ვფიქრობ, რომ გავჩერ, რა ბედი ეწიათ იმ ბერძენ მოქირავნეებს, ხო? ბევრი მათთაგანი დაიღუპა ამ ბრძოლაში, მაგრამ სპარსეთის მხარეს მეომარ ბერძენ მოქირავნეებს. დავარქვათ დარიოსის ბერძნები. დარიოსის ბერძნები დამარცხდნენ ალექსანდრეს ბერძნებთან. 8000-მა კაცმა გამოარღვია და გამოვიდა ბრძოლის ველიდან. მათ სათავეში უდგას ამინტა ლინკისტიელი, გახსოვთ თქვენ, ეს არის სამი ლინკისტიელი ძმის ბიძაშვილი, რომელიც იმთავითვე ფილიპეს სიკვდილის მერე გამოიქცა მაკედონიიდან, რამოდენიმეჯერ გადარჩა სიკვდილს, საერთოდ როცა იონიის ქალაქები დაინარჩუნა და აიღო ალექსანდრემ და მერე ამის მეთაურად 8000 ბერძენ მოქირავნე გამოიქცა ამ ბრძოლიდან. წამოვიდნენ სამხრეთისკენ და აი შემოარი ასეთი პატარა ქვეყანა ფინიკია. ფინიკიას გავჩერდებით ახლა ჩვენ ცოტა ხანი. ფინიკიური ქალაქი იყო ასეთი ტრიპოლისი, ეს იყო ფედერაციის ცენტრი, ფინიკიური ქალაქების ფედერაციის ცენტრი. ცოტა ხანი ამ ტრიპოლიში გაჩერდნენ ეს ბერძენი მოქირავნეები, უპატრონოები დავარქვათ ასე. დარიოსი მესოპოტამიაში გაიქცა ბრძოლიდან. გახსოვთ ხო, მზის ცხენზე რო გადაჭდა. ფაშატზე, რომელსაც კვიცი ელოდებოდა სახლში. ცოტა ხანი აგაჩერდნენ, მე კვიპროსზე გადავიდნენ და კვიპროსთან მე წამოვიდნენ პელუსიუმი, აქ არის პელუსიონი კიდე. ანუ ეგვიპტეში ფაქტობრივად. ეგვიპტეში შესასვლელი ციხესიმაგრე, ახლა ამ ამინტას და ამ ბერძნებს ჭირდებათ ბაზა, სადაც ისინი სულს მოითხოვენ და სადაც ის ბოლოს და ბოლოს იცხოვრებენ, ხო, იმიტომ რომ საბერძნეთში ისე ვერ დაბრუნდებიან, იმიტომ რომ საბერძნეთი უკვე კორინთოს კავშირში შედის და
იქ ოფიციალურად მოღალატეებად არიან გამოცხადებული, ამიტომ ამ ამინტამ და ამ 8000-მა მოქირავნე ბერძენმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოდი ვილაშქროთ ეგვიპტეში, წავართვათ სპარსელებს და ეგვიპტე დავინარჩუნოთ. პელუსიონში შემოვიდნენ, აქ ერთ საინტერესო ამბავია, ისოსის ბრძოლაში დაიღუპა ბევრი სატრაპი დაიღუპა იქ, ატიზიოსი დაიღუპა მაგალითად, ხო? იქ დაიღუპა ეგვიპტის სატრაპი შაბაკა, როგორც ჩანს ეგვიპტელია. ეგვიპტე ამ დროს ჩვეულებრივი სატრაპია და დარიოსის იმპერიის შემადგენელი აჯანყებისთვის გამზადებულია და ანტისპარსულია ძალიან, ხო და როცა შაბაკა დაიღუპა, დარიოს კი გაიქცა, მაგრამ მონაცვლედ ეგვიპტეში მან დანიშნა ახალი სატრაპი, სპარსელი იყო ის ეთნიკურად, მაზაკე. და მაზაკე დგას აქ, ჯერ სპარსელების ხელშია ეგვიპტე. პელუსიონი აიღეს ამ მოქირავნეებმა, კერძოდ ამინტა ლინკისტიელმა აიღეს და მათ მიიღეს გადაწყვეტილება სპარსელების ხელისუფლება დაამხო და თვითონ ჩაიგდონ ეგვიპტე ხელში და დაიწყეს ლაშქრობა მემფისი, აი აგერ არის მემფისი, ეგვიპტის დედაქალაქი. მემფისიც აიღეს, სპარსული ჯარი გაყარეს იქიდან. გადაწყვიტეს, რომ ეგვიპტე მართონ, მაგრამ აქ მოხდა ის, რაც საერთოდ ახასიათებს მოქირავნეების ბუნებას. ძარცვა დაიწყეს ეგვიპტელების. მოსახლეობის ძარცვა დაიწყეს და ისეთი უკმაყოფილება კი არა, გამძვინვარება გამოიწვიეს ეგვიპტელებში, რომ ეს ეგვიპტელები, რომლებიც ყოველთვის ანტისპარსულად იყვნენ განწყობილი, იქ მყოფ სპარსელებს და იგივე იმ სატრაპს მაზაკესთან ერთად გაერთიანდნენ, ამათ დაესხნენ თავზე ამ 8000 ბერძენ მოქირავნეს ამინტას მეთაური და მთლიანად ამოწყვიტეს გიორგი. არც ერთი ცოცხალი არ დატოვეს და ეს რენეგატი ამინტაც დაიღუპა იქ ეგვიპტეში. ახლა რა ხდება აქ? ალექსანდრემ გაიმარჯვა ისოში, მაგრამ ბრძოლის მერე ყოველთვის ჯარს ჭირდება დასვენება, იმიტომ დაჭრილები ბევრი იყვნენ. იარების მოშუშების დრო არის საჭირო, გადალაგება არის საჭირო, რეორგანიზება არის საჭირო, სულის მოთქმა დავარქვათ ამას, ამიტომ ის დგას სირია-კილიკიის საზღვარზე, ქალაქ ისოსთან აქვს მას ბანაკი ალექსანდრეს. ამ დიდი გამარჯვების საპატივცემულოდ ის აარსებს ორ ქალაქს. ახლა ქალაქი ისეთი სიტყვა, ასე უცებ არ შეიძლება დაარსო ქალაქი, მაგრამ საფუძველი ჩაუყარა ორ ქალაქს. კერძოდ სირიისა და კილიკიის მიჯნაზე ის აღშენებს ორ ქალაქს, ნიკოპოლის, ანუ გამარჯვების ქალაქი და ალექსანდრიას. ჩვენ ასეთ ალექსანდრიებს ბევრს ვნახავთ. ძალიან ბევრ ალექსანდრიას დაარსებს ის და მე მისი მემკვიდრეებიც, დიადოხოსებიც, მე თავისი სახელობის ქალაქებსაც აარსებენ და საერთოდ ალექსანდრეს ლაშქრობას და მე ელინისტურ სამყაროს ერთი მთავარი თვისება აქვს, ძალიან ბევრი ქალაქები არსდება. ძალიან ბევრი გზები იგება. ახალი შესაძლებლობები ჩნდება. ხოლო აქ მან დაარსა ორი ქალაქი. მაგრამ ჩვენ გვახსოვს, როცა დარიოსი გადმოვიდა ევრფრატზე სალაშქროდ, მას რომელსაც თითქმის მთელი სამეფო კარი ახლდა თან, საყურებლად იყვნენ წასულები მაშინ სპარსელები, ეგონათ რომ გაიმარჯვებდნენ. ოჯახები დედაწულიანად იყვნენ წამოსულები და დიდი სიმდიდრეები ჰქონდა წამოღებული ახლა სპარსელი მეფეები, საერთოდ ფუფუნებას მიჩეულები იყვნენ. ისინი არ გავდნენ სამეფოს დამაარსებელს კიროს საკმაოდ თავშეკავებული კაცი იყო. მაგრამ ეს ბრწყინვალება და ფუფუნა აი დარიოს დიდის, დარიოს პირველის შემდეგ იწყებენ უკვე, როცა მდიდრდება ქვეყანა. ამიტომ დიდძალი ქონება, კერძოდ 3000 ტალანტი და სპარსული არისტოკრატიის ოჯახის წევრები, სახლეული, მსახურეული, მონები, საჯურისები არიან დამასკოში აქ. და სასწრაფოდ ალექსანდრემ გააგზავნა პარმენიონი თესალიური კავალერიით, რომ დამასკო დაიკავოს და ეს სიმდიდრეები ჩაიგდოს ხელში.
გახსოვთ თქვენ როცა ალექსანდრეს თესალია გაუორგულდა და მე რო შემოირიგა გახსოვს მაშინ პირობა რომ მიცა თესალიელებს რომ სრულ წილს მიიღებდნენ ისინი ალაფში აი აქ აღუსრულა ეს პირობა ალექსანდრე საერთოდ პირობებს ასრულებდა ყოველთვის სიტყვის კაცი სიცრუეში და ტყუილში ავარქოთ ასე ცოტა ლებეურად გადაგდებაში ალექსანდრე არ იყო შემჩნეულ აი ზუსტად თესალიელებს მიცა საშუალება რომ დამასკო დაეკავებიათ ეს სიმდიდრეები ჩაეკდოთ ხელში არმენიული თესალიური კავალერით და მსუბუქი ქვეითებით წავიდა დამასკო დაიკავა რა დამასკოს დაკავების დროს მან იქ გარდა სპარსელებისა ტყვეთა იყვანა ბერძნებიც კერძოდ სპარტის ათენის და თებეს ელჩობა ნახა იქ სპარსელი თურმე საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებენ ახ თებელები გაანთავისუფლა ერთ-ერთი იყო დიონისოდორე ეს იყო ოლიმპიური ჩემპიონი თებელი მე გითხარით თქვენ რომ თებელებს უპირობოდ იწყალებდა როგორც კი ნამდვილად მათი სასტიკად დასჯის სპარტელი ელჩი ულაპარაკოთ ბორგილ დადებული ევთიკლე და ბორგილი პარმენიონმა და ალექსანდრეს გაუგზავნა ეს ახლა ცოტა ხანი მას ყავდა ტყვეობაში მაგრამ ის გაანთავისუფლა სპარტის ელჩი ხო მაგრამ ჩეხება ათენელების ელჩი აღმოჩნდა იფიკრატე ახლა ვინა ეს იფიკრატე ჩვენ ერთხელ ვახსენეთ კორინთოს ომის დროს ათენელი სარდალი იყო რომელმაც პირველად სპარტელები შეაჩერა ბრძოლაში და პელტასტებზე რო ვილაპარაკეთ გახსოვს ახალი ტიპის საომარ შენაერთზე ხო იფიკრატე იყო დიდი ათენელი ადმირალი და სარდალი ჯერ კიდევ ეს ამ იფიკრატეს მამა ერთიგივე სახელი ჰქვიათ დიდი იფიკრატე ანუ მამა იფიკრატე იყო ალექსანდრეს ბაბუის ამინტას მეგობარი იმ უბედური ამინტასი სუგაქცეული რო იყო და სუდევნაში რო იყო და ერთხელ ამინტა რომელიც გამოქცეული იყო თრაკიელების შემოსევის შემდეგ იფიკრატე მიეხმარა მაშინ ალექსანდრეს ბაბუას ფილიპეს მამას ხო და დაუფასა იმითი ამინტამ რომ შვილად გამოაცხადა ეს იფიკრატე და მე როცა არაერთგზის გაუჭირდა ამინტას და სუდევნაში იყო და მის სახლეულს უგაქცეული იყო და იფიკრატეს დაავალა მან რომ მე რომ რამე დამემართოს ერთ-ერთი ასეთი უბედურების დროს თრაკიელების თუ ილირიელების შემოსევის დროს იფიკრატეს თხოვა მაშინ ამინტამ რომ მე თუ რამე დამემართა და ბრძოლაში დავიღუპე ჩემს ოჯახს მიხედე სოთეშვილის იფიკრატე იცავდა მის ოჯახის წევრებს ალექსანდრეს ბაბუის ოჯახის წევრებს ეს ალექსანდრეს ახსოვდა რა თქმა უნდა აგერ მისი შვილია ასე რომ ალექსანდრემ იცოდა დაფასება იმას კარგი მეხსიერება ჰქონდა საერთოდ და ახლა ბაბუამისის მიმართ ამინტას მიმართ ახლა მამა იფიკრატეს დიდი ამაგი ჰქონდა და ასე რომ ალექსანდრე სად იჩინა თავმა მამის გაკეთებულმა კეთილმა საქმემ სად იჩინა და ასე რომ უპირობოდ გაანთავისუფლა იფიკრატე მაგრამ ევთიკლე სპარტელი ბორგილებ დაადეს თუმცა არის მერე ცნობა რომ მოგვიანებით მალე ისიც გაანთავისუფლა ალექსანდრემ რა ეს ახალი ზნეობა მუშაობს ის ადასტურებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყოველ სიტუაციაში ის ადასტურებს რომ ეს თანმიმდევრულია მაგრამ ინფორმაცია მიიღო რომ რაღაცა ტიპის ხო ახლა ნახა არც გაკვირვებია ახლა ეს ათენელები მარად მერყევი ხალხი იყო და ახლა დემოსთენე კიდე ბობოქრობს იქ რა ის არ დაგვავიწყდეს რომ დემოსთენე ისე აქტუალურია ათენში და ახლა თებელების არ გაკვირვებია გაუშოუ პირობოთ დიონისოდორე ოლიმპიური ჩემპიონი იყო საერთოდ დაფასებული კაცი იყო
ოლიმპიურ ჩემპიონებს მაშინ ძალიან დიდ პატივს. წელთაღრიცხვებიც კი ძალიან ხშირად ქრონოლოგია ქალაქის ითვლებოდა, რომ ამა და ამ წელს მოხდა ეს ამბავი, როცა წელს ვთქვათ, თებელი ვიღაცა გახდა ოლიმპიურ ჩემპიონი რა და ამით ვხვდებით, რომ რომელი წელია. მაგრამ საინტერესო არის, რომ აქ ამ დროს მოდის წერილი. წერილი მოდის ალექსანდრეს ვისგან, დარიოსისგან. მესოპოტამიაში მყოფი დარიოსი. დარიოსი რომ დამარცხდა 4000 ბერძენი მოქირავნე აიყოლია, ხო და ამანის მთები გადაიარა, ასე და ირბინა მანამდე სანამდე ის რა ქვია, ევფრატზე არ გადავიდა, ეს არის ევფრატი. ევფრატზე გადავიდა, ევფრატი ბუნებრივი საზღვარია, ევფრატზე რო გადავიდა, მე უფრო შედარებით მშვიდად იგრძნო თავი დარიოსმა და ბუნებრივია ხა ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ძალიან ღრმათაა ჩაფიქრებული დარიოსი. მან პირისპირ სწორის სწორზე იბრძოდნენ, ხო ისოსის ბრძოლაში. მეფეს ებრძოდა. და ის თითქმის დარწმუნებული იყო, რომ გაიმარჯვება, მან ნახა დიდი მარცხი და ძალიან მძიმე ფიქრებშია დარიოსი. თან ამ მძიმებს, ამ ფიქრებს ის, რომ მისი ოჯახი მთლიანად ალექსანდრეს ჩაუვარდა ხელში. მისი საყვარელი ცოლი სტატირა, მისი გამზრდელი დედა სიზიგამბისი, მისი ტახტის მემკვიდრე ოხოსი. ორი სახელია, ოხოსი და არტაქსერქსი. მის ქალიშვილები ასევე სტატირა და ბარსინა. მთელი სახლეული. მთელი ამალა მისი ჩავარდა, სამეფო ეტლი დაკარგა, სამეფო ფარი, მოსასხამი, მშვილდი, დიდი სირცხვილია. მე მგონი ყველამ ვიცით, რომ დამარცხებული მართველი არავის არ უყვარს. მათ შორის არც საკუთარ ხალხს არ უყვარხარ, როცა სისუსტეს, როცა დღესაც ასე არის მსოფლიოში და ახლა მაშინ როგორ იქნებოდა მით უმეტეს აზიაში. მთლიანად ძალაზე აწყობენ. დარიოსის და კიროსის მემკვიდრე ვერ ახარ შენ თლათ, მაგრად ვერ გავხარ შენ წინაპრებს რა. ისინი ძლევამოსილი ხალხი იყვნენ და შენ დამარცხდი. ორჯერ დაგამარცხა მაკედონიის ლაწირაკმა მეფემ, რომელსაც ისოსის ბრძოლის წინ ასე დასცინოდი. ამიტომ ეს ჩურჩული, ეს ჭორაობა მას ესმოდა, მას წარმოდგენილი ჰქონდა, რომ მისი მომხრეების სპარსელები უკმაყოფილონი არიან მათი. მან პრობლემა უნდა გადაწყვიტოს. შენ ისი მეფე ხარ, ოჯახი დაკარგე. ტერმა წაგართვა ოჯახი. და მას ამ ძიმე ფიქრების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ წერილი უნდა მიწეროს ალექსანდრეს. არსებობს ამ წერილის შინაარსი, ახლა სიტყვით ვერ გავიმეორებ, მაგრამ დაახლოებით აი თეზის სურად შეგვიძლია ვთქვა. დარიოს წერს ალექსანდრეს საყვედურს. რომ რატომ დაგვესხი თავს? ჩემი წინამორბედი მეფე არტაქსერქსე მესამე ოხოსი და ფილიპე ხო მეგობრობდნენ. გახსოვთ ხო ფილიპემ და არტაქსერქსი ბოლო დიდი მეფე ვინც იყო არტაქსერქსე მესამე ოხოსი აი სიდონი რო სისხლში აბანავა. იმპერია ფაქტიურად რო აღადგინა. ბერძენი მოქირავნეების მენტორის საშუალებით და ბაგუასის საჭურის ეგვიპტელი საჭურისის ბაგუასის საშუალებით მოახრა მე იმ ბაგუასმა მოკლა ეს ოხოსი. აი ოხოსი და ფილიპე ხო მეგობრობდნენ, ხო გაინაწილეს გავლენის სფეროები. ფილიპე ევროპაში, სპარსელები აზიაში. რატო დაარღვიეს შენ ეს შეთანხმება ალექსანდრე? ანუ პრეტენზიითაა წარმოდგენილი. პრეტენზია, ოღონდ როგორი პრეტენზია, საყვედური არის რა. წერილი სპარსულ ენაზეა დაწერილი. ახლა ალბათ ბერძნული იქნებოდა, ახლა ბერძნულად მიწერდა წერილს, იმიტომ რომ ახლა სპარსული არ იყო საერთაშორისო ენა, მაშინ საერთაშორისო იყო ან ბერძნული მოგვიანებით და არამეული. შინაარსი ასეთია, მერე აგრძელებს დარიოსი, რომ კარგი ოხოსის დროს დადებული ხელშეკრულება ოხოსსა და ფილიპეს შორის შენ დაარღვიე და არ ეცი პატივი, მაგრამ აი ოხოს რო არ იყო მე არსესის დროს შემდეგი მეფის უკვე დარიოსის წინამორბედის
არტაქსერქსე მეოთხე არსესის დროს მამაშენმა რატო გადმოსხა ისა დესანტი აზიაში ახსოვთ ხო პარმენიონის და ატალოსის კორპუსი რო გადმო აი რატო ქენეთ ეს თქვენ დაარღვიეთ ეს ურთიერთობა მაკედონელებმა ჯერ მამაშენმა და ახლა შენ რატო ქენი ეს დამიბრუნე ჩემი ოჯახი შენ ხო მეფე ხარ და მეც მეფე ვარ სწორი ვართ ჩემი ოჯახი დააბრუნე და საბოლოო ჯამში მაინც ვიმეგობროთ ერთმანეთთან შევთანხმდეთ რა არის ჩვენ შორის შეუთანხმებელი ამიტომ გიგზავნი მე ჩემს ელჩებს ეს წერილში რა წერია გარდა ამისა ისინი ზეპირად გადმოგცემენ შენ კიდევ სხვა პირობებს და შევთანხმდეთ და დავძმობილდეთ გავიყოთ გავლენები ეს ომი არც თქვენი სარგებელია და არც ჩემი სამეფოსთვის, კიროსის სამეფოსთვის არ არის სარგებელი, ამიტომ დარიოს თავიდან იწყებს საყვედურით. მაგრამ მე თხოვნით სახე აქვს ამას, რომ იქნებ დავზავდეთ. ზეგები ახლა ალექსანდრესთან ჩავიდა ეს წერილი და ზეპირადაც რაღაცები გადასცეს. ხო, ამ წერილში წერია, რომ მე ჩემს ელჩებს გიგზავნე შევთანხმდეთ და შენი პირობები თუ გაქვს რამე ამ ჩემი ელჩები უკან რომ დაბრუნდებიან შენი ელჩები გამოაყოლე და შენი პირობებიც მითხარი რა გინდა და ჩემი ოჯახი დამიბრუნე ხა როგორი ალექსანდრეს ახლა თვითონ დარიოსის წერილი საკმაოდ ქედმაღლურია ახლა გამართლებულიც არის ახლა აზიის ბატონია რა ეს არ არის ვიღაცა კი ორჯერ დამარცხდა ახლა ერთხელ გრანიკოში მისი სარდლები და მე თვითონ მაგრამ ახლა ეს არ არის კატასტროფა ჯერ ახლა ხედავთ ახლა გეოგრაფიულადაც რა ახლა სპარსეთის იმპერია ნახეთ რა მხელა არის ხალხო ხო და ალექსანდრეს ეს უკავია ჯერ ეს ცირეაზიული სატრაპია დაანჩენი დასაპყრობი აქვს კი სპარსეთის მეფე დამარცხდა მაგრამ მას კიდევ შეუძლია დიდი ჯარის შეკრება იმიტომ რომ ზემო პროვინციები ზემო სატრაპიები ეგრეთ წოდებული ირანული სატრაპიები ჯერ ომში არ არიან ჩართული და მერე კიდევ ესენი ხერხემალი იმპერიის ირანელები არიან აკტრიელები, არახოსიელები, კედროსიელები, სოგდიანელები, არიელები, პართიელები, თვითონ სპარსელები, მიდიელები, ხო? ესენი ჯერ არ არიან სრული მობილიზაცია, მას ანუ სრული დაძაბვა შიდა ენერგიის არ მომხდარა. ბედმა ასე იცის, ხან ხელს გიწყობს და ხან პირიქით შენს წინააღმდეგ მიდის და ის ითხოვს თავისას. გამაგებია რა გინდა შევთანხმდეთ პირობები მითხარი გამომიგზავნე ელჩები და თავარი უპირობოდ ჩემი ოჯახი დააბრუნე ხო ალექსანდრემ ასეთი რამე გააკეთა ყველაფერი ჩაწერა წერილის ტექსტში არის ანუ ზეპირად თავის ელჩებს არაფერი არ დააბარა რო იქ რამე გაუგებრობა არ მომხდარიყო დიპლომატიური თავისუფლება ხო თვითშემოქმედება რომ არ მომხდარა და ყველაფერი ჩაწერა საკმაოდ ვრცელი წერილია ახლა ალექსანდრე ამბობს რომ ეს ომი თქვენ დაიწყეთ ჯერ დაიწყო დარიოსმა როცა იონიელ ბერძნებს ასე მოეკეცით დაიმონეთ ერექსერქსე რატო გადმოვიდა ევროპაში რატო დაგვესხა ჩვენ და მაკედონიას და ბერძნებს ხო ეს ყველაფერი რა ქსერქსეს დაძრები დაგვინგრი ათენი გადაწვით აი მაშინ რა იყო მიზეზი ჩვენს წინააღმდეგ რო წამოხვედით ბერძნების წინააღმდეგ ალექსანდრე პანელინური ლიდერია ხო ჰეგემონია სტრატეგოსი ავტოკრატორია ბერძნული სამყაროს მეთაურია წარსული გვიყვება ისტორიებს რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს რათა უკეთესად გავიგოთ საიდან მოვდივართ და საით მივდივართ ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება
თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. ეს უფლება მოსილება მთელი ბერძნული სამყაროდან აქვს. რატო დაგვესხით მაშინ თავს? თუ ვიწყებთ პრეტენზიებით, მაშინ ჩვენ პრეტენზიებისა თქვენ დაგვესხით პირველად თავს. ქსენ დაგვანგრია. მერე პერინთოს აღება რომ უნდა მამაჩემს, ფილიპეს. თქვენი ფულით და თქვენი ჯარებით რომ მიეხმარეთ პერინთოს, გახსოვთ ხო აქ ბიზანტიონი და პერინთო რო ვერ აიღო ფილიპე. მაშინ რატო ჩაერიეთ? ესეთი დეტალური მიმოხილვა. აბსოლუტურად დეტალური ყველაფერი. ან შეიძლება ითქვას ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო დიპლომატიური ერთ-ერთი პირველი არგუმენტებით გაცვლა არის. ყველაზე ძველი მაინც ეგვიპტელებს და ხეთებს შორის არ მე არსებობს ეგ მიმოწერა. ხო და ნებისმიერ ხელშეკრულებაც ყოფილა. ნებისმიერ შემთხვევაში ჭირდებათ ლეგიტიმაცია ამ ტიპის მოქმედებებისთვის. ვინ მართალია? კამათი მიდის ორ მეფეს შორის. ანუ მე უბრალოდ ძლიერი ვარ და ხა წამოვიდნე ამას ვიზავ, საკმარისი არ არის ამას ჭირდება. მე ლეგიტიმურად მოვდივარ. მე კი არ ჩვენ კი არ დაგვიწყია ბერძნებს ეს ამბავი. ეს ომი თქვენ დაიწყეთ სპარსელებმა. და აბსოლუტურად უმიზეზოდ. ანუ სამართლიანი ომის სამართლიანია ჩვენი მხრიდან ეს რევანშია. ეს არ არის აგრესია. ჩვენ სამართლისთვის ახლა გავაგრძელებ კიდე ჯერ სადავარ და პერინთოში რომ თქვენ მიეხმარეთ იქ პერინთოს და მამაჩემი რომ დაამარცხეთ იქა და ფული რო გადაუხადეთ და მოქირავნეები მიაშველეთ და ამბავი ქენით და ესა რა ქვია. მე კიდე არსესე რო ლაპარაკობ შენ დარიოსო წინა მეფეზე. შენ ხო უკანონო ხარ. შენ და ბაგუასმა არ მოწამლეთ ის არსესი? ანუ მისი ლეგიტიმურობა დააყენა კითხვის. ანუ აქ რას ამბობს ის რომ შენ საერთოდ არალეგიტიმური ხარ, შენ უკანონო მეფე ხარ. ბაგუასმა რო არსესი მოკლა, ანუ არტაქსერქსე მეოთხე. იმან არტაქსერქსე მესამეც მოკლა, ოხოსი, ორი მეფე მოკლა იმ ბაგუასმა. არსესი რომ მოკალით შენ და ბაგუასმა. და მისი ოჯახი ამოწყვიტეთ მთლიანად. შენ როგორ ახარ ლეგიტიმური? როგორ ბედავ ამას საერთოდ? მერე ოჯახზე რომ ელაპარაკები. შენ ვერ დაიცავი შენი ოჯახი. მაგრამ მე დავიცავ შენ ოჯახს. და საერთოდ თუ გაინტერესებს მე მოვდივარ და დამხვდი და კიდევ არ გაიქცე ბრძოლის ველიდან. როგორც ისოში გამეკეთე. ნუ ომი გრძელდება ხა ეს ამას ნიშნავს რომ ომი გრძელდება და ალექსანდრე ახლა მთელი ისინი ჩაატარა აქ მოსამზადებელი ლოჯისტიკა ჭირდება ჯარს ზურგის სამსახურები სურსათის ანუ ჯერ ზამთარი არ დამდგარა რომ გამოზამთრების აუცილებლობა არა ჯერ არა ხო ეს მოხდა მაშინ რა ქვია 333 წელია ძველი წელი ნოემბერი იყო როცა ეს მოხდა ზამთარი ახლოვდება რა მას აქვს არჩევანი ახლა სანაპიროს ჩამოყვეს ქვემოთ თუ შიგნით შევიდეს პირდაპირ დაიწყოს ჯიქურ შევიდეს უკვე აზიაში სიღრმეში სპარსეთის იმპერიის სიღრმეში მის კონცეფცია ხო გვახსოვს ჩვენ ალექსანდრეს თავარი ამოცანა არის რომ სპარსეთის იმპერია ზღვას უნდა მოწყვიტოს მცირე აზია ჩაიხსნა მერე მემნონი მოკვდა და უბედურება დაემართა სპარსელებს ამის გამო თორე მემნონი ცოცხალი ყოფილიყო ალბათ მემნონი შეიჭრებოდა საბერძნეთშივე პრობლემები მოკვდა ისა და ახლაც იმიტომ უნდა რომ ზღვას მოაშოროს რომ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ესა რა ქვია დარიოსმა როცა გამოიხმო ფლოტი იმედან ეგეოსის ზღვით რომელიც სამჯერ აღემატებოდა 400 გემი და ამას უკვე დაშლილი ყავს ფლოტი მაკედონური ფლოტი ხო ვთქვით ჩვენ რომ იმაში რა ქვია ეფესოში დაშალა არა მილეტში დაშალა ძვირი უჯდებოდა ძალიან ამიტომ
ის აგრძელებს უნდა წავიდეს და ძალიან მნიშვნელოვანი პროვინცია არის აი აქ. ეს არის ფინიკია. ძვირფას მეგობრება ის ზუსტად ხაზავ, აი ეს ვიწრო ზოლი. სანაპიროზე ცოტა ხანი უნდა გავჩერდეთ ფინიკიას. ერთი სიტყვით არის ალექსანდრე დაიძრა თავისი ჯარით ფინიკიისაკენ და დამასკოდან მას შეუერთდა პარმენიონ. რომელმაც დიდძალი ქონება ჩამოიტანა 3000 ტალანტი. გახსოვთ, როცა წამოვიდა მაკედონიიდან ანტიპატრეს 60 ტალანტი დაუტოვა მარტო. ვერცხლის იყო 33 კილოზე ცოტა მეტი და ოქროსი იყო 25 კილო ტალანტი. ხო. 7740 ტალანტი შედიოდა ყოველწლიურად სპარსეთის მეფეს სატრაპიებიდან. გესმით ხო რა ხდება? ამიტომ წამოვიდა ფინიკიისკენ, მოდის ახლა ფინიკიას ცოტა უნდა გავჩერთ. ფინიკიელები ძალიან საინტერესო ხალხი არიან და ძალიან უცნაური რა. ახლა დავიწყებ უფრო შორიდან. გახსოვთ თქვენ როცა ზღვის ხალხებზე ვლაპარაკობდით? 13-12 საუკუნეში რომ ევროპიდან გადმოვიდნენ რაღაც კონფედერაცია ხალხების, ხო? მიზეზს ბევრს ასახელებენ მოუსავლიანობა, მიწისძვრები, კატასტროფები, ამას ეძახიან ბრინჯაოს ეპოქის დასასრულს, ანუ კატასტროფას. როცა დედაწულიანად აი გამძვინვარებული ხალხი გადმოვიდა აზიაში და მერე დაანგრიეს ყველაფერი, გამოყვნენ ხეთების იმპერია, დიდებული ხეთების იმპერია ემსხვერპლა ზღვის ხალხებს, სამხრეთისკენ სხვას მოყვებოდნენ ისინი. სიღრმეში არ შედიოდნენ, ფლოტითაც მოდიოდნენ და ამოვიდნენ და მაშინ ფინიკიელები იყო ასეთ ხალხი, ფინიკიელები არიან სემიტური მოდგმის ხალხი, დასავლეთ სემიტები არიან, კარგაგვარიანად გაჯერებული არიან ქანაანური გენეტიკითაც. ქანაანელების წარმომავლობას ბევრი დავამიდის, ბევრი ამბობს, რომ ეს ხურიტები არიან, ბევრი ამბობს, რომ სემიტები არიან. არის რაღაც ვერსიები, რაღაც კავკასიურიც უნდა ქონდეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გავს, რომ ეს შერეული მოსახლეობა. ფინიკიელები ერთ-ერთი ძველი სემიტური მოდგმის ხალხი არის და როცა ზღვის ხალხები წამოვიდნენ, აი აგერ არის ქალაქი, 4 დიდი ქალაქი ქონდათ. ეს იყო არადი, ბიბლოსი, სიდონი და ტიროსი. სხვა ქალაქებიც იყო. ბეირუთიც იყო, ტრიპოლისიც იყო, მაგრამ 4 დიდი ქალაქი უნდა ვიცოდეთ, რომ ფინიკიური ქალაქი ეს იყო. არადი, სიდონი, ბიბლოსი, სიდონი და ტიროსი. ყველა სამხრეთში იყო სიდონი. ესენი არიან ნოვატორები ძველი სამყაროს ფინიკიელები. როცა ეს ზღვის ხალხები შემოვიდნენ, სიდონი აიღეს იმათმა და დაანგრიეს ზღვის ხალხებმა, მაგრამ და დიდი სახელმწიფოები ემსხვერპლენ ამას. ეს ფინიკიელებისთვის აღმოჩნდა შესაძლებლობა. იმიტომ ფინიკიელები პატარა ხალხი იყვნენ. ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ. მათ აღმოსავლეთიდან ეკროდა ლიბანის მთები, თანამედროვე ლიბანის მთები და აქ იყო დიდი ტყეები, გიორგი. სოთეშერის ძვირფასო მეგობრებო, თანამედროვე ლიბანის სახელმწიფოს გერბზე გამოხატული არის ხე, კედარი. ხო. ეს კედარი იყო ძვირფასი ხე და ყველაზე საუკეთესო საზღვაო მასალა ფლოტისთვის. გემთშენებლობისთვის. გაგახსენებთ, როცა ბერძნები გემებს აშენებდნენ, უმეტესწილად წიწვოვან, ნაძვის ხე-ტყე მოქონდათ მაკედონიიდან და თრაკიდან. ამათ ჰქონდათ კედარის საშუალება ფინიკიელებს. ამიტომ რა ხან ფინიკიელები სუსტები იყვნენ და ყოველთვის ძლიერი მეზობლები ყავდათ. ასურელები, ხეთები, ეგვიპტელები, როცა ძლიერი მეზობელი ყავს და შენ ზღვის პირას ცხოვრობ, შენ იღებ გადაწყვეტილებას, სხვაში უნდა გახვიდე. ამიტომ ფინიკიელები უძველესი დროიდან იყვნენ პირველხარისხოვანი, რა ქვია, მეზღვაურები. და ეს არის ხალხი, რომელმაც უარი თქვა ომზე და თავის განვითარების მთავარ გზად აირჩია ვაჭრობა, კომერცია. ფინიკიელებს საერთო სახელმწიფო გიორგი აზოს არ შეუქმნიათ, მაგრამ მათ შექმნეს ობობას ქსელი, აბლაბუდა სავაჭრო ფაქტორიები. და ძალიან შორეულ წავიდნენ, ბევრი რაღაცები მოიგონეს მათ.
ფოინიკეს ნიშნავს, აი საიდან მოდის სიტყვა ფოინიკეს. ესა ბერძნული სახელი ნიშნავს ძოწი. ძოწი გაგვიგიათ, ხო? ეს არის მეწამული ფერის საღებავი. ანუ ეგეც ბერძნების მიერ შერქმეული სახელია? დააბარო. ფინიკიელები. ფოინიკეს. ამიტომ თვითონ ესე იგი ძოწი საიდან მზადდებოდა ხა ნიჟარები არის რაღაცა ამ აღმოსავლეთ სანაპიროზე, ფინიკის სანაპიროზე ნიჟარების ნაირსახეობა, რომლისგანაც ამზადებდნენ ისინი ამ ძოწის ნაკეთობებს, ტექსტილს, მაუთს და უმაღლესი ხარისხის. ძოწი საერთოდ ითვლებოდა სამეფო ფერად. ძველ სამყაროში ძვირფასო მეგობრებო, თავარი ფერი იყო ძოწი, ანუ მეწამული. ხო ჩვენთან მეწამული ზოგიერთ ქართველს გონია, რომ მოწამოებრივ სიკვდილს ნიშნავს, მაგრამ მეწამული ძოწი, პორფირი ლათინურად. ქართულად არის ძოწი, ფოინიკეს, ანუ ძოწის ქვეყანა. ესე შეარქვეს. ესენი არიან ფანტასტიკური ზღვაოსნები, ინოვაციები, მაგალითად ტრიერები პირველად ამათ შექმნეს, გალერები, შორს მოცურავე ფლოტი, სავაჭრო და სამხედრო სხვათა დედოფლები ასე ეძახოდნენ. უფრო ტიროს ეძახოდნენ, მაგრამ ფინიკიელები. ასწურეს და რახან შესაძლებლობა ხმელეთზე არ ქონდა ძლიერი მეზობლები ყავდათ ამიტომ ასწურეს დასავლეთისკენ და დააარსეს უდიდესი კოლონიები. კლუპეა, კართაგენი, გადისი რო ესპანეთში ქალაქი, ეს ფინიკიური ქალაქი. განსაკუთრებით და სიცილიაში, სარდინიაში, კორსიკაზე ფანტასტიკური სავაჭრო ფაქტორიები შექმნეს. ესენი ვაჭარი ხალხი. და აქედან გამომდინარე ყველაფერი პოლიტიკური წყობაც ვაჭრობაზე ჰქონდათ. აგებული ახლა ამ 4-ვე ქალაქს თავიანთი მეფეები ყავდათ. თავიდან როგორც ჩანს აბსოლუტური მონარქიები იყო, მაგრამ მე როგორც ჩანს შეზღუდვა ხდება ხა. სადაც ვაჭრობა იქ რაღაც უფლებებს ითხოვენ. და როცა ალექსანდრე შედის ფინიკიაში უკვე სამეფო ხელისუფლება საკმაოდ შერყეულია და ირჩევენ სუფეტებს. სუფეტი არის საჯული, მოსამართლე. მერე ჩვენ როცა რომზე გვექნება მოგვიანებით საუბარი და იქ პუნიკურ ომებს გავივლით. პუნიკური რატო ქვია, იმიტომ რომ ფინიკიელებს რომაელები ეძახდნენ პუნებს. აი კართაგენს მართავდნენ სუფეტები, ორ სუფეტს ირჩევდნენ საჯულს. ხო არ გაგონებთ ისრაელს მონარქიამდე ებრაელებსაც საჯულები ყავდათ. ანუ სემიტებში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამართალს. ხო და ეს არის სხვათა შორის ყველაზე სახელგანთქმულ ფინიკიელ ქალსაც ვიცნობთ ჩვენ. გაგიკვირდებათ, თუმცა ერთხელ ვახსენ. ევროპა. ევროპას მითი, ბერძნული მითი ხო როგორ არის? ევროპა არის ულამაზესი ქალწული ფინიკიის მეფის აგენორის და ტელეფასას ქალიშვილი. აგენორი პოსეიდონის შვილია, ზღვის ღმერთის. და გაიტაცა ზევსმა. აი ევროპა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ავიც ყოველწლიანობაში ევროპას ვახსენებთ და ევროპელებს, ევროპა იყო ფინიკიელი, გატაცებული. მისი ძმა იცით ვინ იყო? კადმოსი, ევროპას ძმა. როცა ევროპა გაიტაცა ზევსმა. ზევს მოწონდა მოკვდავი ქალები და უკან არ იხევდა არაფერს. ძებნა დაიწყეს და მისი ერთ-ერთი ძმა კადმოსი წავიდა თავისი დის საძებნად. ამ კადმოსმა მერე დააარსა ქალაქი თებე. გახსოვთ კადმეს ციტადელი. კადმოსის სახელსად კადმოსმა დააარსა ევროპის ძმამ ესა ბერძნული მითოსი ამას გვეუბნება. როგორ იყო, რა იყო, ახლა სინამდვილეში ეგ არავინ არ იცის, მეგეუბნები ბერძნებმა როგორ იცოდნენ. თებეს დამაარსებელი იყო ევროპას ძმა კადმოსი, რომელმა ჯერ დაარსა კადმე, ანუ ციტადელი თებეს და მერე იქ გაშენდა თებე და საერთოდ ბეოტიის დამაარსებელი იყო კადმოსი. მეორე ქალსაც ვიცნობთ ფინიკიელს.
თუმცა ნაკლებად. დოდონა სახელი გაგვიგია. რა თქმა უნდა, დოდონა. დოდონა არის ფინიკიელი ქალი, რომელმაც დაარსა კართაგენი. კართაგენის დამაარსებელია. დოდონა. მე კართაგენზე ცალკე მის ისტორიაზე ვლაპარაკებ, ხო? ხო და შევიდა ალექსანდრე ფინიკიაში, ფინიკია უნდა დაიმორჩილოს, იმიტომ რომ ფინიკიური ფლოტი არის ხერხემალის სპარსული ფლოტის. პირველი დიდი ქალაქი, რომელიც გეოგრაფიის მიხედვით ეს არის არადი. დიდი ფინიკიური ქალაქი არის. არადი ყველაზე ძველი ამათ შორის. სიდონი და არადი იყო ყველაზე ძველი ამ 4 ხეულის შორის. მერე იყო ბიბლოსი და ტიროსი. არადი დამორჩილდა ულაპარაკოთ ალექსანდრეს. ამას იზამდნენ. შემდეგ ქალაქი იყო ბიბლოსი. ისიც დამორჩილდა. მერე მიადგა სიდონს. ახლა სიდონი გამწარებულია სპარსელებზე, ოხოსმა რო დააქცია და ამოაგდო ხო გახსოვთ 40,000 სიდონელი და სიდონიც რა თქმა უნდა როგორც განმანთავისუფლებელი. ისე შეხვდა ალექსანდრეს. აქ მეფე უშუალოდ ალექსანდრე შედის ამ ალექსანდრე შედის, მის ჯარი შედის. თვითონ არ შესულა, მაგრამ მოხდა ასეთი უცნაური ამბავი. სიდონის მეფე არის სტრატონი. რომელიც დამორჩილდა ალექსანდრეს წინასწარ. მაგრამ ჯერ ჯარი არ იყო მისულე წინასწარ მორჩილებას უწევდა. სტრატონი დამორჩილდა, მაგრამ საინტერესო ამბავი იყო სიდონის მოსახლეობამ ალექსანდრეს შეუთავო ეს სტრატონია ჩვენ არ მოგწონსო მეფეთა. ეს მოგვაშორა გამოგვიცვალე. ეს მეფე არ გვინდაო რა. ჰეფესტიონი გააგზავნა თავისი მეგობარი. არ იცნობა რომ ჰეფესტიონი სიდონს და სიდონელებს კარგად იცნობდა. ეს რას ნიშნავს? არ ვიცით ახლა სიდონში ნამყოფი იყო თუ სიდონელი მეგობრები ყავდა. ყოველ შემთხვევაში ჰეფესტიონს დაავალა რომ რახან ხალხი ითხოვს, ჩადა და გაერგვია რა ხდება რა. აბდალონი მე ცოტა უცნაური სახელი. ესენ სემიტები არიან. სხვათა შორის დამწერლობა, ძვირფასო მეგობრებო, ახლა ბევრი თეორიები არის ზოგი დამწერლობის შესახებ, მაგრამ ანბანი რასაც ქვია ძვირფასო მეგობრებო, ანბანი არის ფინიკიელების მოგონილი. თავიდან ჰქონდათ 2200, სხვათა შორის თანხმოვნები ჰქონდათ. ხმოვნები საერთოდ უნდა ვიცოდეთ სემიტურ ენებს, ხმოვნები არ ახასიათებს. თანხმოვნებს წერდნენ. წერილობით ვერსიაში, თორე ისე რა თქმა უნდა ზებირად იწერება. არაბულშიც ასეა და ივრითშიც ასეა, როცა თანხმოვნები იწერება. გახმოვანებული არაბულში არის ყურანი მარტო, სადაც ხმოვნებიც არის. აბა როგორ უნდა მიხდე რომ წერია? აი, კონტექსტი. ხალი უნდა კონდეს რო წერია ქთბ, არაბულად ესე ქითაბ არის. ქითაბ. ხო. ქთბ წერია. ასე იყო ფინიკიური თანხმოვნები. მე გვახსოვს ჩვენ რომ აი სოლონის და იმის დროს გადმოიღეს საკათმა ბერძნებმა, მე ლათინებმა გადმოიღეს ბერძნულის ვარიაციი და ანუ ფინიკიური დამწერლობა არის საფუძველთა საფუძველი, რასაც ქვია თანხმოვნების გამოხატვა. დამწერლობა სხვაც იყო, ლურსმულიც იყო, ეგვიპტურიც იყო, ჩინური იეროგლიფებიც, ეს იყო ურთულესი სისტემა. ლურსმული სისტემა ურთულესი სისტემა იყო. ეგვიპტური იეროგლიფები საერთოდ იეროგლიფი არ არის კლასიკური გაგებით ანბანი, ესა ნიშნები. ისე როგორც ჩინურიც. ფინიკიელების მოგონილია შაშხი დაშაშხვა მაგალითად. ხორცის ან თევზის ხანგრძლივად შენახვის ფინიკიელების მოგონილია. იმიტომ რომ გზელი მოგზაურობებისათვის ოსნობაში ამარილებენ თუ გაგიფუჭდა მშიერი მოკვდები, ხო? ბევრი რამ მოიგონეს ფინიკიელებს. ეს იყო კომერციით ახსავსე უნიჭერეს ხა, მაგრამ ძალიან ცუდი სახელი ჰქონდათ, როგორც ვაჭრებს, იმიტომ ტყუილები იცოდნენ. ვაჭრობა საერთოდ ტყუილები ახლავს, ახლა იმას გული არ დაწყდეს, ეს ჩემი მოგონილი არ არის, შოთა რუსთაველსაც აქვს. ნათქვამი ხო თქვენ ვაჭარნი ჯაბანი ხართ ომისაცა უმეცა, როი არ უყვარდათ ფინიკიელებს, უყვარდათ ვაჭრობა. და მე ყველაფერი იცოდნენ. აბსოლუტურად ყველაფერი. აი მაგალითად აი წარმოვიდა ძველი კოლხეთი. დიდარი კოლხი არისტოკრატი და მისი ქალიშვილისთვის უნდა რაღაცა თქვათ ძვირფასი ნივთი, ხო? ფაზისში ჩავიდა იქ ფინიკიელებს ნახავდა უცილებლად. და დააბარებდა რომ აი
ჩავმიტა რაღაცა თქვათ ესპანეთიდან, ან იტალიიდან, ან სიცილიიდან. ეს ვაჭრო მაშინდელი ამაზონი წელიწადში აუცილებლად რამის შოვნა თუ გინდოდა უნდა მისულიყავ ფინიკიელთან და ესენი იყვნენ ყველგან მაშინდელი ამაზონი და თემო იყო ფინიკიელების ქსელი ფინიკიელები იყვნენ ხო ესენი იყვნენ ფანტასტიკური უმამაცესი ზღვაოსნები იყვნენ მაგალითად არის ცნობა რომ 600 წელი დაახლოებით მე 7 საუკუნის ძველი წელთაღრიცხვით ანუ 2700 წლის წინ ფარაონი ნეხო მეორე ეგვიპტის ფარაონმა მან დაავალა ფინიკიელებს მოგზაურობა აფრიკის გარშემო და წითელი ზღვიდან გავიდნენ და 3 წლის მერე ხმელთაშუა ზღვიდან შემოვიდნენ ეს ერთადერთი დამადასტურებელი საბუთი არის რომ აფრიკას რე დაარტყეს ეგ როდის რომელ წელს? ანუ ჩვენ წელს 27 საუკუნის წინ აუ ქრისტეს დაბადებამდე ვარაუდობენ რომ 600 წელი, 600-იანი წლები. ანუ ქრისტეს დაბადებამდე 600 წლით ადრე ფინიკიელებმა აფრიკას დაარტყეს წრე. ჩვენ ხო ვიცით რომ პორტუგალიელებმა დაარტყეს პირველად ვასკო და გამა. ეს პორტუგალიელებმა მერექნეს, კაცო. ფინიკიელებს წრე აქვთ დარტყმული. ბრიტანეთში არიან ამყოფები. სასწაული ხალხი იყო რა. ჰიმილკონი იყო, მე მოგვიანებთ კართაგენელს. ბრიტანეთამდე მივიდნენ, გვინეაში სავაჭრო ფაქტორიები ჰქონდათ დასავლეთ აფრიკაში. ყველაფერს ყიდულობდნენ, ყველაფერს ყიდიდნენ. და დიდი ფინანსო, უმდიდრესი ქალაქები იყო ეს. ეს აბდალონიმე არის ვინ ახლა? აი ეს ჩავიდა ეს პარმენის რა ქვია ჰეფესტიონი და ნახა რომ ხალხს არ უყვარს ეს სტრატონი მეფე მაგრამ კითხა ამ ხალხს ახლა დემოკრატიის მეფის წარმომადგენელია რომ ვინ გინდა თუ მეფე უნდა ამათ მოუთხეს რომ აბდალონი მეგვინდა რომელიც არის სამეფო ჯიშის სამეფო სისხლის არის მაგრამ თავის დროზე უარი თქვა მეფობას მუშაობს მებაღეთ ეს აბდალონიმე და დიდი ავტორიტეტი აქვს ხოლმე პატიოსანი კაცი. ჰეფესტიონმა ალექსანდრეს შეატყობია, რომ არ უნდათ ეს სტრატონი და აბდალონიმე უნდათ და აი ამნაირი კაცია მებაღეთ მუშაობს არ და სამეფო სისხლის არის. მაგარი კაცი ჩანს ალექსანდრეს. ხო, აინტერესდა ახლა ბუნებრივია ხო ალექსანდრე. მოუყვანესა უყურა ალექსამ შეხვდა. აბდალონიმეს და კითხა რომ მართლა გულწრფელათო არჩიეო სიღარიბეო შენ სამეფო ტახტს ხო გაგვირებულია ალექსანდრე პერსონა ვაშკარა სიმპათია დაიმსახურა ხაც მოუყვანეს რომელიც მეფე უნდა ყოფილიყო და უარი თქვა მეფობას და მებაღეთ მუშაობს რა არის კაცია ამან უპასუხა ჩემი სურვილებიო ჩემი ხელების ნაშრომს იქეთ არზუს არ წასულა. მაგარი კაცია. და სიღარიბე მართლა ასეთ მისაღები იყო. მაგრამ სიღარიბე მარ შეგაწუხაო. არაო, რაც არ მქონდაო, არ მჭირდებოდაო. მაშინ შენ იქნები მეფე. სიდონის მეფე ალექსანდრე მოთხრა. და რა სიტყვია ამაზეო. უთხრა უნდა დავემორჩილო და ღმერთებს უნდა შევთხო უმეც როგორ თქვა ღმერთებს უნდა შევთხო რომ ისე დავითმინო მეფობაცო როგორც ვითმენდი სიღარიბეს ანუ როგორც პასუხისმგებლობა მიიღო პირველი ეს არის რაღაცა იშვიათი გამონაკლისი ისტორიაში ხო აბდალა ეძახში ხო ახლა მოგვიანებით მე ჩვენ დიოკლეტიანე გვახსოვს აბდალონიმე დიოკლეტიანე ხო გადადგა მაშინ და კომპოსტოს დიდა და თვითონ წავიდა ისტორია ხო აი დიოკლეტიანეს ჯიშის არის მე ვრობ გურიაში აბდალათ მოხსენიების აბდალა არის სემიტურად არის ღმერთის მონა რა აი ამ ჰირამთან არის დაკავშირებული მე ჩვენ საიდუმლო ორგანიზაციებს რო გავივლით და მასონებზე გვექნება ლაპარაკი აი ეს ხუროთმოძღვარი ჰირამი რა საინტერესო აქედან მოდის ეს თავისუფალი ქვის ფლელების თემა და მასონები ბევრ საინტერესო ამბები გველოდება ხა უფრო შორს არ წავალ ყოველ შემთხვევაში სოლომონის ტაძარი ძვირფასო მეგობრებო ტიროსის მეფე ჰირამის
ჰირამ პირველის მიერ გამოგზავნილმა დიდოსტატმა ასევე სახელით ჰირამმა აშენა. ფინიკიელებმა ფაქტიურად სოლომონის ტაძარი აშენეს ფინიკიელებმა. და ამ ჰირამ პირველის დროს უკვე კუნძულზე აშენებენ დიდ ქალაქს და არტყამენ კედელს, ძალიან დიდ კედელს. თელს კუნძულს არტყამენ კედელს. ანუ ფაქტობრივად გამაგრებული ციტადელი ეს არის ციხესიმაგრე და ახლობით 700 მეტრი მოწყვეტილი არიან. ახლა საკმაოდ აი ეგერ არის სურათი გიორგის უკან არ ვიცი ჩანს თუ არა. მე ბრძოლის დროს აი მაკედონელებს რომ მოყავთ ეს დამბას რო აშენებენ. ჩანს ჩვენივრად ჩვენს უკანაც ჩანს ჩვენივრად იგი არის ეგ რო გაყავთ ეს ხო გამოეღისა რა ქვია აცე მელიქი არის მეფე ტიროსის როცა ალექსანდრე მიადგა სამი ქალაქი დანებდა გადავიდა მის მხარეს ის ქალაქები უბრძოლველად კაცო მიიღეს როგორ სიდონში საერთოდ განმანთავისუფლებელი იყო ისა და ის ბრძენი კაცი დაუნიშნა ტიროსის მეფეს აცე მილეკი გამოვიდა და შეეგება ამ მაკედონელებს აი ხველეცე არიან ჯერ ალექსანდრესთან მივიდა და მიართვეს დიდძალის სურსათი ჯარსურსათის უჯერდა ეს დიდი საჩუქარია სალაშქრო წასული არმიისთვის პირველი რაც არის წყალი და საჯმელი არმია არის ესა რა დიდძალის სურსათი მიართვა რა ქვია ტიროსის მეფემ აცე მელიქი მეფეს ნიშნავს ალექსანდრე მიიღო დიდი პატივით ტიროსელები ძველი ქალაქი არის ეს ახალი ქალაქი რას ისურვებს დიდი დიადის სტუმარი კიდევ დაუსვა შეკითხვა ალექსანდრეს ტიროსში არის ეგრეთ წოდებული ჰერაკლეს ტაძარი ახლა მე ხო გითხარით ბერძნები პარალელებს აულებდნენ სხვა ღმერთებთან და მაგალითად ეგვიპტის მთავარ ღმერთს ამონს ეძახოდნენ რომ ეს ეგვიპტელების ზევსია ასევე ტიროსის კუნძულზე არის დიდი ტაძარი ჰერაკლესი. სინამდვილეში ეს არის ფინიკიური ღმერთი მელკარტი. აი ჩვენ გვახსოვს ხო გიბრალტარი. ხოთეშვილის ბევრს ეშლეოდა ჰიბრალტარს, არ არის სწორი ჰიბრალტარი არის გიბრალტარი გეტყვით რატო. სამდე გიბრალტარი დაერქვეოდა ამას ბერძნები ეძახოდნენ ჰერაკლეს სვეტები. იმ გასასვლელს. ვიწრო გასასვლელი. რომაელები მოგვიანებით ჰერკულესის სვეტები, მაგრამ საიდან მოდის ეს ფინიკიელებმა დაარქვეს მელკარტის სვეტები და რახან ფინიკიელებისგან ერქვა, მერე გადმოაბერძნულეს და გადმოარომაულეს და მერე ჰერაკლესისა. გიბრალტარი საიდან ქვია, როცა არაბებმა დაიკავეს, როცა არაბები გადავიდნენ ესპანეთში, ჯაბალატ ტარიკ იყო ეს ნიშნავს ატარიკის მთა. ატარიკი იყო ბერბერის სარდალი, რომელიც გადავიდა და დაიპყრო და ჯაბალ გაბალ, ანუ გიბრალტარი ატარიკის მთა აქედან მოდის, ეს მოგვიანებით. მანამდე ერქვა, ჯერ ერქვა მელკარტის სვეტები, მერე ბერძნები ეძახოდნენ ჰერაკლეს სვეტებს და მერე რომაელები ჰერკულესის სვეტებს, გიბრალტარს. და რახან ეს იგივეა მელკარტი, რაც ბერძნებისთვის ჰერაკლე არის, ალექსანდრემ მოითხოვა, რომ სხვერპლი შემაწერიეთ. ვიმეორებ ეს ტაძარი დგას კუნძულს. არა. ფინიკიელებმა, ტიროსელებმა არ გამოვა. აგერო ძველ ქალაქში არისო სხვა ტაძრებიო და იქ შეწირეო და იქო ვერ შეგიშვებთო, იმიტომ რომ თავის დროზე ჩვენ სპარსელებიც კი არ შეუშვით მანდ. აქ არ უშვებდნენ არავის. მინიწმინდა ქალაქებითა აქვთ ეთყობა რაღაცა. იცი როგორ არის ფინიკიური ამბავია რა. საგანძური აქვთ ეთყობა იქ გადატანა. არა მარტო საგანძური, მათი თავისუფლების სიმბოლოა. იქ უცხოელი არ უნდა იქ თუ შევიდა უკვე არ არის თავისუფლება. გასაგები. ხო და ჩვენო თავის დროზე სპარსელებიც არ შეუშვითო და ჩვენ ვაგრძელებთო ამ წესს, რომ აქ უცხოელი არ უნდა შემოვიდესო და ფაქტიურად ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს. ანუ შემხარეს კი არ გადმოვდივართ. არც თქვენ და არც სპარსელები. რახან ისინი არ შეუშვით,
არც თქვენ არ შემოხვალთ. ვერ შეგიშვებთ დიადო სტუმარო. ეს არის როგორი შეურაცხყოფა ალექსანდრესთვის. ნეიტრალიტეტს ითხოვს ტიროსი. ის ნეიტრალიტეტია ხა, ეს ნეიტრალიტეტია ხვალ რამე რომ შემოტრიალდეს სპარსელების მხარეზე გადავლენ ესე. ეს ისედაც სპარსეთის ერთგული ქალაქი იყო ყოველთვის. ამ კუნძულს აქვს ორი პორტი. ერთი არის ჩრდილოეთის, ამას ეძახოდნენ სიდონის პორტი. ახან სიდონს უკავშირდებოდა. სამხრეთში აქვს კიდე სამხრეთის პორტი, ეგრეთ წოდებული ეგვიპტის პორტი, და ეგვიპტეს უკავშირდებოდა. ქალაქში დგას ძლიერი გარნიზონი ამ ფინიკიელების. ახლობით 40,000 კაცი ცხოვრობს ამ ნაწილში. ფანტასტიურად ნაშენები. სულ მარმარ ელვარებს ისეთი ეს კუნძული. და კიდევ გარდა ამისა 80 გემი ყავთ თავის ტრიერა. ტიროსელებს. ალექსანდრე ხმელეთითაა მასული, მას ფლოტი არ აქვს. ანუ ესე დადასვე ამათმა იციან, რომ ეცვეაფერს ვერ დაგვაკლებს ეს ჩვენ. არც ფლოტი ყავს, ზღვიდან მოწყვეტილი ვართ, ჩვენ ძლიერი ფლოტი ყავს, ორი პორტი გვაქვს. ვერაფერსაც ვერ გვიზამს. ეს იყო ომის გამოცხადება, ფაქტიურად. იანვარში და ეს დაიწყო ომი, ეგრეთ წოდებული ტიროსის ომი, ასე ქვია. იანვარში დაიწყო გიორგი. და წარმოუდგენელი ამბავი მოხდა, ეს ომი გაგრძელდება 7 თვე, ალექსანდრე გაიჭედება აქ 7 თვე. ახსოვთ ის მთელი მცირე აზია ზაფხულში რომ დაიბრძა, ერთ ზაფხულში. აქ 7 თვე ჩარჩება. შეიყარა საბჭო. დაუძახა რა. ხოლო მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს ქალაქი უნდა ავიღოთ. არ შეიძლება ამის დატოვება. ზურგში ამ ქალაქის დატოვება არ შეიძლება. ეგვიპტისკენ მიდის ალექსანდრე. ფინიკია დამორჩილდა, მაგრამ ეს ქალაქი არაპირებს დამორჩილებას და რაღაცას ბრუდეს გველაპარაკებიან რა, რომ ნეიტრალური, ის ნეიტრალური ნიშნავს, რომ იმისკენ ნახა რამე რო იყოს. დარიუსისკენ. შეიკრიბენ და მიიღეს გადაწყვეტილება, ალექსანდრე ხო აი უკან დახევა, თუ ვინმე ისტორიაში უკან დახევა ცუდეს იყო ალექსანდრე. ყველა იხევდა, ნაპოლეონიც იხევდა, როცა საჭირო იყო. დიდგორში ხო შემოიტყუა დავითმა, ის უკან დახევა იყო, ხეობებში, აბა ველზე ჩვენ ვაფერს ვერ უზამდით იმათ რა. ნაპოლეონმაც იცოდა, კეისარმაც იცოდა, ყველამ იცოდა უკან დახევა. ამან არ იცოდა არასდროს. მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძველი ქალაქიდან კუნძულამდე დამბა უნდა ავაშენოთ და უნდა შევანგრიოთ და შევიდეთ. ხელოვნური სახმელეთო კავშირი და აი აგერ ხატია. უკან როგორ აშენა ეს ხმელეთი ეს ტიროსელები არის. ანუ მიწაყრილით მივიდეს ახლა მიწაყრილი საინტერესო აგერაც არის იგივე სიუჟეტი რა, რაც მოგძებნეთ რა. დამბას ჭირდება უარებელი მასალა. მასალა სად არის? ძველი ქალაქი დავანგრიოთ. ანგრიეს ძველი ტიროსი. ჩაყარეს დაიწყეს მიწაყრილი ქვები და ამის ჩარჩოები რო გაეკეთებიათ, მოაჯირები რო არ გაშლილიყო ზღვას არ წაიღო, ხეტყი ჭირდებათ. ლიბანში გაუშვა ჯარი, ნაწილი. ხეტყის მოჭრა დაიწყო. აიწო ნელ-ნელა წავიდა მიდის, აი აქეთკენ მიდის, ტიროსისკენ უახლო. თავიდან ამათმა სიცილი დააყარეს, რომ გიჟია რა. ეს ნელა, მაგრამ მიდის ეს დამბა წინ, ახლა მე დაინახეს რომ უახლოვდებათ ეს დამბა ტიროსელებმა და აიწყეს უკვე ვთქვათ ასე საარტილერიო ცეცხლი, ანუ ეს არა ქვია, კატაპულტები, ბალისტები, ცეცხლმოდებული ისრები, ცეცხლმოდებული მასალა, გოგები, ყველაფერი იციან გადასარევად. ტექნოლოგიები ფინიკიელებს რომ ჰქონდათ, მაშინ მსოფლიოში არავის არ ჰქონდა ისე. დაიწყეს ამის ბომბარდირება, ხა ის ალექსანდრე როგორ მოდის ამ დამბას რო აშენებს, თვითონაც პასუხობს და ორი დიდი კოშკი აშენა, საალყო კოშკი და
და ამ კოშკებში ჩააყენა საალყო მანქანა და ესეც პასუხობს იქიდან. ანუ ურთიერთცეცხლი გახსნეს. და აქ თან და ცეცხლი რო არ მოეკიდოს ამ კოშკებს შემოარტყა გარშემო სველი ტყავი ალექსანდრე. სველი ტყავი არ იწვეს. ესენი აქიდან ესვრიან, ისინი იქიდან ესვრიან. მოიწევენ რა ეს დამბა მოდის რა. ახლა როგორი ისინი იყვნენ ეს ფინიკიელები, რაღაცა უნდა უკნან ამ დამბას და ამ ორ კოშკს. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სხვაზე ფინიკიელები არიან, ეს ტიროსელები არიან, მაკედონური ფლოტი ერთი გემი არ აყავს ალექსანდრეს. ჯერ. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულ ათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. ის გადაწყვეტილება რომ როგორმე უნდა გავაჩეროთ და ეს კოშკები უნდა დაუწვათ ამათ რა. ეგრეთ წოდებული ბრანდერი ძვირფასო მეგობრებო ბევრჯერ იყენებდნენ მე. ბრანდერი არის ადვილად აალებადი მასალით დატენილი გემი, რომელიც უნდა გაუშვან და ატაკონ რაღაცას და ცეცხლს უკიდებენ და სხვათაშორის ბრანდერებით გაარღვიეს უძლეველი არმადა ინგლისელებმა მე მოგვიანებით გვახსოვს ჩვენ. ამათმა დატვირთეს გემი ფინიკიელებმა გაავსეს გოგირდით, ფისით, ფიჩხით, თივით და ფისში ამოვლებული მორებით. ადვილად აალებადი რაღაცა მასა შექმნეს. გემი გაძეწგეს. თან უკანა მხარე უფრო დაუმძიმეს, რომ ცხვირია ეწია ზევით, ან დადაგების დროს უნდა ასულიყო კიდევაც ზემოთ. და ჩააბეს გვერდზე ტრიერები, თოკებით, ბუქსირებით. და გააქანეს ამისკენ. აი ამ რა ქვია, დამბისკენ და კოშკებისკენ. აქ მაკედონელები ხო მუშაობენ, აქ ბანაკიც აქვთ თან. იდო ახლა ყოველთვის ხვარივლია, აქ ბანაკიც აქვთ მაკედონელებს. გააქანეს ამ ტრიერებმა, სამხედრო გემებმა დიდი სიჩქარით და დაატაკეს ეს და ეს ავარდათ, ქარს დაელოდნენ თან დასავლეთის ქარს. ცეცხლი გადავიდეს. დაატაკეს გიორგი და დაწვეს ეს ყველაფერი. ორივე კოშკიც და მაკედონელების ბანაკიც. ძალიან ბევრი დაიღუპა იქ მაკედონელები. ალექსანდრეს ჰქონდა მცდელობა რომ ეს ხანძარი ჩაექრო, მაგრამ ეს ტრიერები დამბის ორივე მხარეს დადგნენ და იქიდან გაუხსნეს ცეცხლი. როცა ამ ბრანდერს ატაკებდნენ, ახლა ამ ბრანდერს თავისი ეკიპაჟები ჰქონდათ, მათ დატაკებამდე ცოტა ხნით ადრე ცეცხლი მისცეს ამ იმას და თვითონ გადახდნენ და იმ ტრიერებზე ავიდნენ. სამხედრო ტრიერები, ყვინთავები. ნუ კატასტროფა, მარცხია ეს და მარცხია. პირველად ფილიპეს ძე ალექსანდრე დამარცხდა. ნუ როგორც მინიმუმ შეაჩერა ვიღაცა. შეაჩერა თან დრო გადის სეზონი, მთელი წლის სეზონი ვარდება ეს რა ქვია, გიორგი. 332 წლის სამხედრო კამპანია უვარდება. და არის დრო მიეცა. ჯარების შეკრების იმისი, ამე სპარსელ დრო არ მუშაობს ალექსანდრეზე. დრო მუშაობს დარიოსი. შეიკრიბა საბჭო და ისევე ამ თავისმა ჰეტერებმა და პარმენიონებმაც უთხრეს, მოდიო მივიღოთ მათი პირობაო რა. და დავეთანხმოთო ნეიტრალიტეტს. იმ დროს კარგავთო რა. საინტერესო რა არის, რომ
როცა ეს უბედურება დაემართა და დამბა შეუჩერეს იმათმა. კიდე მოვიდა დარიოსის მეორე წერილი. ალექსანდრესთან ტიროსის ალყის დროს. სადაც ის კონკრეტულ წინააღმდეგობით არის გამსჭვალული და კონკრეტულ წინააღმდეგებს თავაზობს ალექსანდრეს დარიოსს და ეუბნება ხა იქ ხო ჩავიდა ამბავი რომ ტიროსთან გაიჭედა ალექსანდრე. მთელი მსოფლიო ხა მაშინდელი საბერძნეთიც ისიც ყველა მიჩერებულია ვერ იღებს ქალაქს. რატომ არ იყენებს ალექსანდრე მის უკვე ჩავარებული ფინიკიური ქალაქების ფლოტს? კი. დარიოსი იწერება რას? კონკრეტულად თავაზობს ასეთ წინააღმდეგობას, რომ ესა მდინარე ჰალის. ეს დღევანდელ თურქეთს ფაქტიურად ჩვაში ყოფს. დარიოსი თავაზობს, რომ ევფრატს და ჰალის გადაღმა ქვეყნებს გაძლევა. შენ იყოს. გაძლევა 10,000 ოქროს ტალანტს. მინდა რომ იქორწინო ჩემს უფროს ქალიშვილზე სტატირაზე დავმოყვრდეთ და მშვიდობა ჩამოვაგდოთ ერთმანეთში. თითქოს და მშვენიერი ძინდება, მცირე აზია მთლიანად ალექსანდრეს. შეხედე რა არის, რას თავაზობს დარიოსი? დარიოსი თავაზობს გრანიკოსის ბრძოლის მოსავალს. გრანიკოსის ბრძოლას მოყვა ის, რომ მცირე აზიული ესენი ჩაუვარდა ზემოთ ხელში, ხო, სატრაპია. აი ისოსის ბრძოლის შედეგზე უარსეუნა. გადაღმა კილიკიის გადაღმა ქვეყნები შენი იყოს, ან შენი აქეთ ჩემი იყოს 10,000 ოქროს ტალანტი. არ ვიცი ხა ეს გრანდიოზი 25 გავამრავლოთ 250 თუ 2500 ტონა გამოდის, რამდენი გამოდის? მე მგონი ესე იგი 25 გავამრავლოთ 10,000-ზე, ის გამოდის თვითონ მეგობრებო და თან მას ქალიშვილს ატარს. ეს ქალიშვილი დავით იმას აღავს ალექსანდრეს ტყვედ. და გავიყოთ, აზია გავიყოთ, დასავლეთი შენი იყოს, აღმოსავლეთში მე დავრჩევი, გავიყოთ ძმები, მეგობრები. შევხვდეთ ერთმანეთს, ვიმოყვრთ. საბჭო გაიმართა ისე. ხა ეს თავის ისევ თავი გამოიჩინა პარმენიონმა და პარმენიის ცნობილი ამბავია პარმენიონი ამბობს რომ მე ალექსანდრე რო ვიყო ამ შემოთავაზებას დავემორჩილებია. ალექსანდრე მუთხა რომ ფიცა უღმერთებს რომ მე პარმენიონი რო ვიყო დავეთანხმებოდი, მაგრამ მე პარმენიონი არა ვარ. მე ალექსანდრე ვარ. წერს. შენ რასაც თავაზობ იწებს ფულს, ოქროს და შენს ქალიშვილს. ეს ისედაც ჩემი არა. და ეს არ არის მთლიანად. ეს არის ნაწილს თავაზობო, რასაც მე მივიჩნევ, მთლიანად უნდა მივიღო. შენ თავაზობ ნაწილს. თავაზობ იმ სატრაპიებს, რომელიც ჩემ ხელშია ისედაც. თავაზობ შენ ქალიშვილს, რომელიც ჩემ ტყვეობაში არის, როცა მინდა მაშინ ვიქორწინებ. თავაზობ ოქროს, რომლის დიდი ნაწილი უკვე ხელში მაქვს მე. მე არ მინდა აზიის ნაწილი, მე მინდა მთლიანად აზია. და სანამდე დრო გაქვს, მოდი და მიახლე. დამემორჩილე და შენ ჩემგან მიიღებ დიდ პატივს. მაგრამ ესაა ყველასთან. როგორც არ არსებობს ცაში ორი მზე, ისე აზიაში არ იქნება ორი მეფე. მორჩა რა? გრანიტია. გამორიცხულია რა. თუ არა და მაშინ შეყარე შენი ჯარი, შევხვდეთ ერთმანეთს და ბოლოს კიდე ეს ჩაუწერა და აღარ გაიქცე. ანუ მხტალი ხარ შენ რა. თან ეუნება მანამდე წინაწერილ შეუნება რომ შენ არალეგიტიმური მეფე ხარ. შენი წინა მეფე მოკალი მისი ოჯახი ამოწყვიტე. იმიტომ დარიოსი იყო უმცროსი შტოს უმცროსი შტო ასევე. მარტო იყო აქემენიდი თორე მისი წინაპრები არავინ არ იყო მეფე.
პაგუასმა დასვა ხო გახსოვთ. მერე მის მოწამვლას აპირებდა ეს ეგვიპტელი საჭურესი, მაგრამ მერე ამან იცოდა და იმას დაალევია და ის მოკლა რა. ამიტომ ან მემორჩილები, ან კაპიტულაციას აცხადებ, ან არა და მოვდივარ და დამხვდი რა. და კიდე არ გაიქცე რა. სადევნებელი არ გამიხდე კიდე რა. აზია ჩემია. როგორც ერთი მზიარი, ისე არის ერთი. ახლა აი დამბას რო აშენებენ, იმათმა კიდე დამატებითი კედელი მშენებლობა დაიწყოს დამბის წინააღმდეგ. ანუ დამბა პრობლემა გახდა ალექსანდრესთვის. დამბით ვერ მიდის კედლამდე და მიიღო გადაწყვეტილება გამოიძახა ფლოტი. გამოიძახა არადიდან, სიდონიდან და ბიბლოსიდან. ისევ ფინიკიელი. გარდა ამისა გამოიძახა, ხო, როცა ამ ალყის დროს მასთან ჩამოვიდნენ კვიპროსელი მეფეები, 9 ქალაქის მეფე ისენიც დაემორჩილა. ასევე კვიპროსული ფლოტი და ასევე კილიკიური ფლოტი გამოიძახა. 200 გემით მოვიდა. რახან ორი ის აქვს ნავსაყუდელი აქვს, ხო, ამ ტიროსელებს 80 გემი ყავთ ამ ორი მასში. უმეტესი ფლოტი არის ჩრდილოეთში, ანუ სიდონის პორტში. სიდონის პორტის ბლოკადა გააკეთეს კვიპროსელებმა. ამას ხელმძღვანელობს უშუალოდ ალექსანდრე. გემზეა თვითონ გემზე არის, ხან არის, ხან არ არის, ხან ბანაკშია, მაგრამ მისი მეთაურობა. ხოლო სამხრეთით ეგვიპტის პორტი, რომელსაც ერქვა, აქ შედარებით ნაკლები იყო ეს ტიროსელების ფლოტი. აქედან ფინიკიური გემები მიაყენა. ამას სარდლობს კრატეროსი. და დაიწყო ქალაქის ბლოკადა. ყველა მხრიდან დაარტყეს ალყა და დაიწყო რა ეს საალყო მანქანები გადაიტანა გემებზე და დაიწყო ბომბარდირება კედლების ყველა მიმართულებიდან. მაგრამ ესენი ხო არ ჩერდებიან ეს ტიროსელები და 13 ტიროსული გემი გამოვარდა და ამ კიპრიოტებს დაესხა თავზე, ერთი გემი ჩაუძირა და ავიწროვებენ რა ეს ტიროსელები ახლა ამ კვიპროსის გემებს. ალექსანდრე გადმოვიდა ხმელეთიდან, ჩაუდგა სამხრეთში ფინიკიურ ფლოტს და დაიწყო წრის დარტყმა, რომ მიეხმაროს კიპრიოტებს. ეს საწყალი ტიროსის მოქალაქეები კედლებზე არიან გამოსულები და თავის გემები, რომლებიც უკვე კიპრიოტებს ავიწროვებენ, ბღავიან, ეძახიან, რომ ალექსანდრე მოდის აქედან. ვერ გააგებიეს თავის ეკიპაჟებს. მივიდა მიეხმარა ამათ და ამ 13 გემიდან 7 ჩაუძირა და დანარჩენები ისევ. რაც თავარია ამ ორივე ეს ორივე ხო და დაამარცხა ეს ისინი ტიროსელები. ამის მე ტიროსული გემები აღარ გამოსულან ზღვაში. პორტიდან აღარ გამოვიდა. პორტის შესასვლელებში ესა გააბეს ჯაჭვები. რომ ტრის გემები არ შესაძლოა ცნობილია კონსტანტინოპოლის ალყის დროსაც ხო ოქროს რქაზე ის ჰქონდათ ბიზანტიელებს ჯაჭვები და მეჰმედმა გემები გადაათრია ხმელეთ გადაათრია სასაული იქნა მაშინ მეჰმედმა. ხო და ისე შევიდნენ მე კონსტანტინოპოლში ხო. ხო და ამის მერე დაიწყო ესენი ხო ბომბარდირება მიდის ყველა მხრიდან, რომ იქნებ საადმე კედელი ჩამოუნგრიონ რა, მაგრამ ისენიც არ ჩერდებიან, ღამე მყვინთავები გამოდიან და ესენი ხო ბუქსირიმაზე ღუზებზე დგას ახლა გემი რო ისვრის და თან გაჩერებულია. ხო ის უნდა იყოს ერთად ესენი მიდიან ჭრიან ეს მყვინთავები ეს ტიროსელი მყვინთავები. მე ალექსანდრე ბრძანება გაცა რომ ესე იგი ეს ღუზები რომელიც თოკებით იყო წყალში შეშული გამოცვალა და ჯაჭვები დააყენა. ანუ ჯაჭვები ფლოტში ნოვაცია. აი ამ ტიროს ალყის დროს მოიფიქრა ალექსანდრე ბიჭო ივლისია მოსული რა უკვე რა იანვრიდან დაიწყო ალყა და ივლისია მოსული ვერ იღებს. ეს დამბაც კი მიდის წინ დიდი კედელი არის და ისა აღმართული რა ჯერ ეს კედელია შესანგრევი. ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება და საერთო დიდი შეტევის გადაწყვეტილება მიიღო და ყველა მხრიდან დაესხა ტიროს.
რატო დაეხსა ყველა მხრიდან, იმიტომ ტიროსელებმა არ უნდა იცოდნენ მთავარი შეტევასად იქნება. სამხრეთში გაამზადა ორი დიდი გემი 700 ფალანგიტი ჩასხა. კენოსი არის სარდალი ამათი. და სინამდვილეში თავარ დარტყმა არის, რომ ეს ეგვიპტის სპორტი უნდა შეანგრიონ და უნდა შეელეწონ, რა ჯერ ეს ისინი უნდა ჩახსნან, ანუ დაანგრიონ ეს რკინის ჯაჭვები და მერე უნდა შევიდნენ და თვითონ ჩაუდგა ამას სათავეში. ან კენოსის მეომრები არის. სპეციალურად შერჩეული 700 მაკედონელი მეომარი. დაიწყეს შეტევა, ამათმა ვერ გაიგეს, იმიტომ ყველა მხრიდან უტევენ და ბომბარდირებას უკეთებენ ამ საალყო მანქანებმა, ამან შეანგრია და შევიდა. იმ დღეს აიღო 2 გოდოლია ესენი. და როცა ტიროსელებმა დაიწყეს აქეთ მთავარ ძალებს გადმოვა, იქიდან შემოანგრიეს უკვე კვიპროსელებმა შემოანგრიეს რა. აიწყო ქალაქი მოექცა ალყაში, დაიწყო საშინელი ბრძოლა. სხვათაშორის ეს ტიროსელები პროვოცირებას უკეთებდნენ რას, იცი, სანამდე ეს ამბები მოხდებოდა. მაკედონელი ტყვეები რო ჩაიგდეს, განსაკუთრებით დამბის დაწვის დროს. ეს ტყვეები გააშიშვლეს, გადმოკიდეს კედლებზე. და მაკედონელების თვალწინ ყელები დაჭრეს, გიორგი. ანუ სისასტიკეს აჩვენებდნენ იმათ, მაგრამ თავის თავსაც, სხვათაშორის ერთი რამე უნდა გითხრათ, ეს არის სემიტი ხალხების, სემიტური ჯიშის და მოდგმის ხალხების თვისება არის. განსაკუთრებული თავგანწირვა გამოუვალ მდგომარეობაში. ასე იბრძოდნენ ასურელები ნინევიას დაცემის დროს ბოლომდე იომეს. ასე ომობენ ტიროსელები, ბოლომდე ომობენ და ასე იომებენ მერე კართაგენელები რომის წინააღმდეგ. ცეცხლში დაიღუპება კართაგენი. ცეცხლში. ეს ქონა ასე იბრძოდნენ ებრაელები იერუსალიმის აჯანყების დროს. ტიტეს ლეგიონების წინააღმდეგ. წარმოუდგენელი თავგანწირვა და წარმოუდგენელი უკომპრომისობა აქვთ ეს სემიტური მოდგმის ხალხებს. ხოლო შეიჭნენ რა ერთი სიტყვით აიღეს ქალაქი გიორგი რა. 8000 ტიროსელი დაიღუპა ბრძოლაში. 2000 გალურსმა. ალექსანდრა. სისასტიკეებს ავლენს ალექსანდრა რამოდენიმე ადგილზე გამოავლენს ამას, მაგრამ როგორ არის, 7 თვე და მსხვერპლი დიდი კონდათ მაკედონელებს. ამალყის დროს, ტიროსის ალყის დროს. და 30,000 ტიროსელი, ქალი, კაცი, ბავშვი ყველა გაყიდეს. ტყვედ გაყიდეს. გადარჩნენ ვინ? იმიტომ ამის უფლება თავის ჯარს არ მიცა, ვინც ტაძრებს შეაფარა თავი. იმათ არ ახლო ხელი. 10 მილეკიც გადარჩა აქიდან გამომდინარე. ხო, საინტერესო რა არის მანამდე ტიროსელებს თხოვნა ჰქონდათ კართაგენში გაგზავნილი. კართაგენი იყო ტიროსის კოლონია. უკვე დიდი 814 წელს დაარსა დოდონამ კართაგენი. კართაგენელებს თხოვეს მაშინ დახმარება და კართაგენიდან ჩამოვიდა საღვთო გემი 30 ელჩით კართაგენიდან და ჩამოვიდა ეს უარი რომ ვერ მოგეხმარებითო რა. და მაშინ სირაკუსთან ჰქონდათ ომი, ბერძნებთან ჰქონდათ ომი სიცილიაში კართაგენი. ეს ელჩებიც აქ არიან ქალაქში. გადარჩნენ ტაძრებში ვინც იყვნენ, გადარჩნენ ეს კართაგენელი ელჩები, მე გაუშვებს ამათ. და ის ტიროსელები გადარჩნენ, ვინც ამ ხოცვაჟლეთის დროს მოასლეს და ზღვაში გადახტნენ. იქ გაცურეს და თავისი თანამოძმე სიდონორ არადულ და ბიბლოსურ გემებზე იქაც ყოფინიგელები იმათ შეაფარეს თავი და იმათმაც აიყვანეს და ალექსანდრემ დახუჭა თვალები. არ მოკიდა ხელი მათ. შევიდა ამ ჰერაკლეს ტაძარში, დიდი აღლუმი მოაწყო. შევიდა და შესწირა მსხვერპლი, რისთვისაც ეს ტიროსის ომი დაიწყო. 7 თვე დაჭირდა ქალაქის ასარე. 7 თვე დაჭირდა, ხო ახლა როგორ არის ის თავს იმშვიდებს რა. თავს იმშვიდებს, 7 თვე დაჭირდა, ახლა ყველა ნახა რომ გაუჭირდა, მაგრამ მაინც აიღო, მაგრამ
ასევე ამავე დროს მთელ აზიას ახსოვს 250 დაახლოებით 250 წლის წინ ახალი ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა აიღო ტიროსი 13 წლიანი ალყა დაჭერდა ნაბუქოდონოსორს ოღონდ კი ვერ აიღო დანებდა ტიროსს აი ეს კუნძული ანუ რაც ნაბუქოდონოსორმა ვერ მოახერხა ხო ეს გააკეთა მან ალექსანდრე მაკედონელმა 7 თვეში სასწაული ამბავი ახლა ამ ტიროსის ადგილას არის ალბათ არის სური ქვია არაბული სახელი ოღონდ ეს კუნძული აღარ არის მე მგონი იქ რა ან წყალბაძა იყო თუ რა იყო არ ვიცი რა ზღვის დონე მოიმატა ალბათ აიღეს ხო ეს ქალაქი რა და ну დაანგრევით არ დაუნგრევი იმიტომ საბაზისოდ ჭირდებოდა მას ეს მაგრამ მოსახლეობა ამოწყვეტა და მერე ტიროსში დასახლდებიან იმ სამი ქალაქის წარმომადგენლები. ტიროსის მემკვიდრეობა გადააბარა არაც ბიბლოს და სიდონს. ტიროსი დაეცაო ალექსანდრემ აჯობა ნაბუქოდონოსორს. გააგრძელა ახლა უნდა წავიდეს ხო ეგვიპტის მიმართულებით სვლა საგრძელებს. ეგვიპტის მიმართულებით მინდა ზღვა უნდა წაართვას მთლიანად რა. ზღვაზე ერთი სპარსელი აღარ უნდა იყოს რა. რომ მე შეიჭრას აზიაში. სამხრეთისკენ წამოვიდა და სამარიაში შემოვიდა გახსოვთ თქვენ როცა ებრაელებისა და არაბების კონფლიქტზე საუბრობდით ისრაელის სამეფო როურად გაიყო სოლომონის მერე რა. სამხრეთით იუდას სამეფო და ჩრდილოეთში ისრაელის სამეფო. ისრაელის სამეფოს დედაქალაქი იყო სამარია რა. სპარსელი მართავდა, ახლა სპარსელებს ეკუთვნა სანვალტი, ის დანებდა ალექსანდრს, ჩააბარა სამარია. მაგრამ საინტერესო არის ალექსანდრე მიადგა იერუსალემს. რა საინტერესო ამბავია. იერუსალემს მიადგა და გამოიგებდნენ ებრაელი მთავრები იადუას მეთაურობით. ახლა ებრაელები დიდ პატივში იყვნენ სპარსეთის იმპერიაში გახსოვთ თქვენ ხო კიროსმა რომ დაძარ კიროსის ფულით აღდგა მეორე დაძარი. ეს იადუა გამოეგება ალექსანდრეს. არის ასეთი ცნობა უფრო ებრაულ ვერსიაში რომ თითქოს და იადუას დაუჩოქა ალექსანდრემ გიორგი. მაკედონიის მეფემ მთავარს ებრაელს დაუჩოქა. სხვა წყაროებით არ ფიქსირდა, მაგრამ ებრაული ვერსია გვევნება რომ დაუჩოქა, მე მისმა თანამებრძოლებმა უთხრეს რომ როგორ დაუჩოქე ამას კაცო. და თითქოს და ალექსანდრემ უთხრა სიზმარი ვნახე, სადაც იადუა ანუ ამ მთავარმა მითხრა რომ შენ გაიმარჯვებ და აზიას დაიპყრო. ეს ნაკლებად სავარაუდო თემა უფრო ებრაელების მიერ გამოგონილი თემა არის, მაგრამ მოხდა ერთი საინტერესო ამბავი. იერუსალიმის ტაძარში შევიდა ალექსანდრე. შეიყვანეს ებრაელებმა. უფლის ტაძარში ერთი ღმერთის. თითქოს და მან მოითხოვა იქა რომ ტაძრის ეზოშიო ჩემი ძეგლი დადგითო. ახლა ალექსანდრე იუდეველების რელიგიაში ვერ ერკვეოდა რომ არ შეიძლება არავის თაყვანისცემა ხო გარდა ღმერთისა უფლისა. თითქოს და ებრაელებმა თხოვეს რომ ჩვენ არა გვაქვს უფლება ვინმესო თაყვანი ვცეთო. მაგრამ გამოსავალი მოძებნეს. შენ საპატივცემლოთო მოიქცევით ასე წელს ბიჭი ვინც კი დაიბადებაო ებრაელებში ყველას ალექსანდრეს დავარქმევთ. მთელს იერუსალიმში? მთელს ებრაელობაში. მთელს ებრაელობაში. და სხვათა შორის ალექსანდრე გახდა ებრაული სახელი. ებრაელებმა მიიღეს ეს სახელი. ებრაელები ბერძნულ სახელებსაც ირქმევენ, მაგრამ ეს მოგვიანებით მანამდე სხვა ხალხის სახელებს ბავშვებს არ არქმევდნენ, ებრაული სახელები ერქვათ ბიჭებს და ისეთი კომპრომისი დავარქვათ ასე კომპრომისული ალექსანდრე დაეთანხმა რა. და მართლაც დაარქვეს ყველა ახალდაბადებულ იმ წელს ყველა ახალდაბადებულ ბიჭს ყველა ებრაელ ბიჭს ალექსანდრე ებრაელები. საინტერესო. ჩავიდნენ ახლა აგრძელებს ეგვიპტისგან მიდის, მაგრამ დიდი ციხესიმაგრეა. ღაზა.
დღევანდელი ღაზა ხალხო ყოველთვის პრობლემა იყო ყველასთვის. დღევანდელი ახლო აღმოსავლური პოლიტიკისთვის ღაზის ამბები ვიცით ხო, ყოველ მეორე ნიუსი ღაზიდან მოდის. ასე იყო ალექსანდრეს დროს, ასე იქნება მერე დიადოხების დროს. ალექსანდრეს მემკვიდრე ღაზას მიადგა რა და აქ ძლიერი სპარსული გარნიზონი დგას, რომელსაც დარიოსის უერთგულესი საჭურესი ბატისი უდგას. ეს ბატისი ასე ჭკუაზეა, რომ ალექსანდრემ ძლივს აიღო ტიროსი და აიღო ფლოტით, სხვით აიღო. მაგრამ ღაზას ამის ხიფათი არ აქვს, იმიტომ რომ ღაზა პირდაპირ ზღვაზე არ არის გიორგი. და რაც მთავარია, ზღვის მხრიდან მეჩხერია ძალიან და წყალქვეშა მეჩეჩები, ამიტომ ფლოტით ვერაფერს ვერ დამაკლებს ალექსანდრე. გემებით, სხვა ძალებით. ამიტომ გამაგრდა ეს, როცა ეს ტიროსში მიდიოდა ეს ამბები, ახლა მას 7 თვე ჰქონდა იმისთვის, რომ ქალაქი გაემაგრებია და სპარსელების გარდა მან დაიმატა მოკავშირე არაბები. და 10,000 კაციანი გარნიზონი დგას. ძალიან მოტივირებული, სერიოზული სამხედრო ძალა. ძალიან მოტივირებულები არიან და ნუ ეს ბატისი როგორც ჩანს ახლა საჭურის ისეთი მეომრული სულისკვეთზე უერთგულესი კაცია დარიოსის. მოადგა ეს ალექსანდრე ახლა ეს ტიროსი აიღო რაღაცა ისე მთელი წელი დაკარგა ხალხო ამ მანძილში მთელი წელი დაკარგა. მოადგა იმას ღაზას, მაგრამ ღაზა არ მორჩილობს. ღაზას აქვს მასიური დიდი კედლები აქვს, გამაგრებული ქალაქია ძალიან. თითქმის აუღებელი. დაიწყო ალყა. თან შემაღლებულზეა ეს ღაზა. ხო, ამან დაიწყო ისევე შეუძლია, არის ქვიშიან, გარშემო ქვიშაა სულ. არამდგრადი ნიადაგია. მან დაიწყო მთის აღმართა, რომ მერეზევით აიყვანოს საალყო მანქანები, გაუსწორდეს ღაზის კედლებზე და დაიწყოს ბომბარდირება მათი. ჯვაროსარდლები ეუბნებიან, რომ ეს ქვიშაა, შეუძლებელია გავაჩეროთ ასე. მაინც დაიწყო მშენებლობა ამისი და აშენა უზარმაზარი ეს რა ქვია ბორცვი, რაზედაც აიყვანა ეს საალყო მანქანები და დაიწყო ღაზას ის. ისინიც არ ჩერდებიან იქიდან. ერთ დღეს, როცა მსხვერპლის საერთოდ ბრძოლის ყოველთვის მსხვერპლს წირავდნენ და ალექსანდრემ ერთ-ერთ შეტევის დროს შეაწირვია მსხვერპლი. მაგრამ მსხვერპლის შეწირვის დროს მოხდა ესეთი უცნაური ამბავი. რაღაცა ფრინველმა გადმოიფრინა რა და ალექსანდრეს თავში მოარტყა ბელტი. ბელტი ჰქონდა ამ ფრინველს. რამდენიმე წყარო ყვება ამას რა. და მაშინვე ქურუმემა უთხრეს ეს კარგის ნიშანიც არის რომ ღაზას აიღებ, მაგრამ დღევანდელ დღეს ვერ იდეო ძალიან. დღეს ცუდი ამბავი შეიძლება დაგემართოს და იქნებ ბრძოლაში არ შეხვიდე. დაუჯერა ალექსანდრემ თავის ამ ქურუმებს და ის დღე დილით რო შეტევა დაიწყეს ისრის მანძილს მოშორდა. მაგრამ მერე ეს ღაზელები გამოვარდნენ და მაკედონელებს შემოუტიეს რა. ამ შემოტევის დროს ამა ვეღარ მოითმინა რა და ჩაერთო ბრძოლაში. ალექსანდრე ამ ბრძოლაში რო ჩაერთო ღაზელების ნასროლი კატაპულტის ისარი მოხდა და ფარი აბჯარი გაუნგრია და ბეჭი მხარში დაიჭრა. სუ იჭრებოდა რა. გამოათრიეს ბრძოლის სისხლით ქრიალით მოდის, სისხლისგან იცლება რა. გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან კარავში შეიყვანეს, იქვე დახვდავენ ფილიპე აკარნანიელი მისი მეფე. სამდე გონზე იყო ალექსანდრე უთხრა ერთადერთ რამეს გთხოვ რომ სისხლი შემიჩერო რა, სისხლის დენა. თავისი ექიმი. მაშინ არმენიანმა რო უთხრა რომ მოგწამლავს და მაინც რო დალია რა და შეუჩერა ამან ეს სისხლი. და უთხრა რომ არ გახვიდეს საუბრად, არ გაჩერდა ეს შეხვეული, ავიდა კიდე საუბრად გიორგი. ხეთ იმისა რომ ქურუმებს გაფრთხილებული ყავდა წარმოუდგენელი ენერგიის კაცი იყო რა და ამ ბრძოლაში რო შევიდა ახლა ეს სისხლი დაკარგული იყო და გონება და წაიქცა ამ ბრძოლის ველზე რა და ახლა ის ღაზელები იქიდან უყურებენ ყიჟინა ატყდა რომ მოუკალეთ ალექსანდრე გამოათრიეს მე მოარჩინეს 2 თვე არის აქ 2 თვე მოუწია ღაზასთან მე დაიწყო არხების გათხრა
ახლა როგორი ტიპი იყო, არ ვიცი ახლა ვინმე მუჭია თუ იცი როგორ არის შეიძლება შენთან ჭკვიან კაცი ვინ არის, ვინც სხვა ჭკვიანს უჯერებს, თუ რა შეიძლება ყველაფერი იცოდე ხო. როგორ ჩანს ურჩიეზე დაიწყო თხრილების გათხრა და რახან ქვიშიანი იყო ეს, ხალი დადგა. არ მშრალი იყო. არა, რახან ქვიშიანი იყო ის კედლებს სიმძიმეს ვერ გაუძლო თვითონ ჩამოინგრა კედლები. ხაზის გალავანი ჩამოინგრა. შეიჭრა ხაბარ, ასე ვინ გააჩერებდა, აიღო ქალაქი რა. აიღო იქაც დიდი ბრძოლები იყო. ეს ბატისი და პატიმრეს რა და როგორ მოექცა ხო იცი? აი როგორც აქილევსი მოექცა ჰექტორის გვამს. პეტრს რო ჩააბადა, რო დაათრევდა ტროას გარშემო. აი ასე ჩააბა ამის გვამი ამ ბატისის და ხო, სისასტიკეებსავლენ და ხანდახან, მაგრამ ნუ ეს ახლა ჯარს უნდა ენახა, რომ დაისაჯა ეს ბატისის საჯურის ის ძალიან საინტერესო კაცი იყო რა. ერთი სიტყვით მივედით ახლა ჩვენ ამ ლექციის ბოლომდე, ანუ აზა დაიკავა ძვირფასო მეგობრებო, აზა არცა ჩანს არა დიდი ბრძოლა იყო რა. ანუ ფინიკია ხაზა დაიგავა და მიადგა ეგვიპტის საზღვართან თითქმის მისვიდა მისი ნანატრი უმდიდრესი ქვეყანა, ზღაპრული სიმდიდრეების ქვეყანა. მას უნდა ეგვიპტე წაართვა საბოლოო სპარსელებს, თან ეგვიპტელებს სპარსელები არ უყვართ, მანავეს დიდ წინააღმდეგობის გამწევი არავინ არ არის და ჩვენი შემდეგი ლექცია იქნება ეგვიპტეში ალექსანდრეს შესვლა და რაც მთავარია. ითი არის მთავარი ეგვიპტე. ერთი რო იქ დიდ ალექსანდრიას დაარსებს ქალაქს, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი მისთვის იყო ის მიიღეს საღვთო ლეგიტიმაციას ეგვიპტელი ქურუმებისგან. და მოდით ძვირფას მეგობრებო, აქ შევწყვიტოთ კიდევ ერთ ინფორმაციას მოგაწვდით და თხოვნას, რომ რახან ახალი წელი მოდის. წელს ეს იქნება ჩვენი ბოლო ლექცია. გაისად 20 იანვარს სამშაბათ დღეს ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას წარსულში. არავინს არ შეგეშინდეთ, რომ ჩვენ ამის შეწყვეტას ვაპირებთ, პირიქით რაღაცების დამატებას გეგმავთ, მე და ბატონ გიორგი ოღონდ სურპრიზად გვინდა მე გავუწყოთ ამის შესახებ, სხვა რაღაცის გაკეთებასაც ვაპირებთ. ასე რომ მივედით სანამდე, რომ ალექსანდრე შედის ეგვიპტეში. და შემდეგი ჩვენი მოგზაურობა იქნება 20 იანვარს გაგრძელდება, მანამდე გვექნება ასეთი პაუზა. რაღაცებს დავგეგმავთ და რაც მთავარია, მინდა წინასწარ მოგილოცოთ შობა ახალი წელი ძვირფასო. ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო, წარმატებები მინდა გისურვოთ. სული სიმტკიცე მინდა გისურვოთ და ხვალინდელი დღის იმედი მინდა გისურვოთ. მრავალ ახალ წელს დაესწარეთ. დასასრულს მეც უერთდები გუბაზის სურვილებს, ყველას ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ. აქ დავამთავროთ დღევანდელი გადაცემაც, ციკლი გრძელდება და ჩვენ განვაგრძობთ თხრობას უკვე ალექსანდრე მაკედონელის ეგვიპტეში შესვლით და იმ შედეგებით, რომელიც მისი გსტუმრობას მოყვება, რასაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი ისტორიული კვალი აქვს დატოვებული მთელი ამ რეგიონის ისტორიაში და თანამედროვეობას ძახდენს გავლენას. მადლობა კიდევ ერთხელ და ბოლოს მაინც უნდა შეგახსენოთ, თუ კი ვინმე მოგვიანებით გვიან შემოგვიერთდა და ჯერ არ აქვს გამოწერილი ჩვენი YouTube არხი, გამოიწერეთ, მოიწონეთ ჩვენი გადაცემები და გაუზიარეთ თქვენს ნაცნობებსა და მეგობრებს. გემშვიდობებით, ბედნიერი შობა ახალ წელი. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით.
თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები.